საღამოშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. ამ ორი დღის განმავლობაში ისეთი ამბები დატრიალდა ქვეყანაში და ისეთი მასშტაბის, რომ ლელოს საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, რასაც საკმაოდ მწვავე კრიტიკა მოყვა ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან, დღეს დილით უკვე აღარავის ახსოვდა. დილა კი მძიმე ამბით დაიწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელმაც თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა თუ დაატოვებინეს, ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობას სცადა. თორნიკე რიჟვაძე ახლაც მართვით სუნთქვაზე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. საგამოძიებო მოქმედებები დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საგარეჭოში, ალეკო ახვლედიანის სახლში, რომელიც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელია. გავრცელებული ვერსიით რიჟვაძე იმ საბედისწერო ღამეს სწორედ ახვლედიანს სტუმრობდა. ეს წერია სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ წერილშიც, რომელიც ასევე გავრცელებული ინფორმაციით აჭარის ყოფილმა თავმჯდომარემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა. რიჟვაძე წერილში წერს, რომ აბრალებენ კორუფციას და ბარიგების მფარველობას, რაც გახდა მისი მხრიდან ამ უკიდურესი ნაბიჯის მიზეზი. ამ წერილში ის ემშვიდობება ოჯახის წევრებსა და მეგობრებს და წერს, რომ ყველა მისი თანამშრომელი მისი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. შესაბამისად, ყველა უდანაშაულოა, ხოლო ის საკუთარი სიცოცხლით აგებს პასუხს. ვერსია ყოველფრთხილ თანაგუნდელებთან დაპირისპირების შესახებ მანამდეც ბევრი არსებობდა, თუმცა წუხანდელი ღამის შემდეგ კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაჩნდა, მათ შორის თვითმკვლელობის ვერსიასთან დაკავშირებით. როგორ მიაგნო სტუმრად მყოფმა რიჟვაძემ მასპინძლის იარაღს და ვინ გადასცა თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილი სახელმწიფო მედიას. თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებული ეს მძიმე ამბავი რომ არა, დღეს ნომერ პირველი თემა ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავება იქნებოდა. ამბავი აქაც იმდენად დაუჯერებელია, რომ შეკითხვა მეტია ვიდრე პასუხი. რატომ მიჰქონდა ძალიან გავლენიან ბიზნესმენს ცეცხლსასროლი იარაღი სამგზავრო ჩანთით, რომელიც აეროპორტში ბარგში ჩაბარებამდე ყველა შემთხვევაში რენტგენოს სკანერით კონტროლს გადის და დიდი ალბათობით აღმოაჩენდნენ. ადვოკატის ინფორმაციით ბიზნესმენს გამგზავრებამდე ჩანთა შეეშალა, ანუ შემთხვევით აეროპორტში სხვა ჩემოდანი წაიღო, სადაც იარაღს, მჭიდებსა და ვაზნას ინახავდა. რა თქმა უნდა, შემთხვევითობისგან არავინაა დაცული, თუმცა ზარალას ეს დაუდევრობა შესაძლოა 7 წლით თავისუფლების აკკვეთა დაუჯდეს და კიდევ ასეთი დონის ბიზნესმენები ცეცხლსასროლ იარაღს, როგორც წესი, არც სამგზავრო ჩანთაში და არც საწოლის ქვეშ არ ინახავდა. გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგია, ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო გია, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თორნიკე რიჟვაძის ძალიან მძიმე ამბით მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი. ვერსია მოვისმინეთ უამრავი, დღეს კიდევ უფრო ბევრი ვიდრე მანამ იმ ძალიან წუხანდელ ღამემდე, როდესაც თორნიკე რიჟვაძე წავიდა თუ გაუშვეს თანამდებობიდან და ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს, კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაჩნდა თვითმკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, იმ წერილთან დაკავშირებით, რომელიც სამთავრობო მედიამ გაავრცელა, თავად წერილის შინაარსთან დაკავშირებით, როდესაც ამბობს, რომ აბრალებენ კორუფციას და ბარიგობას და ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის იმედი აქვს, რომ დაიცავენ მის ოჯახს. მოდი დავიწყოთ პირველ რიგში იმით, თქვენ რა შეკითხვები გაგიჩნდათ გუშინდელი აი ამ მძიმე ფაქტის შემდეგ? რა არის, იცით, მე ხა მგონია რომ იმაზე საუბარი ხა ეს მოკლულია თუ თვითმკვლელობას ჰქონდა ადგილი, რაღაც სპეკულაციის თემაა, პირველ რიგში ჩვენ მას უნდა უსურვოთ გამოჯანმრთელება, იმიტომ რომ რაც არ უნდა პრეტენზიები ჰქონდეს ადამიანთან, ადამიანის სიცოცხლე, ესე რომ ვთქვათ, შეუფასებელია თავისთავად, ხო და მე ვისურვებ, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდება თუ ის აი ამ ყველაფერს გადაიტანს და ცოცხალი გადარჩება, ხო? ეს ერთი. ეხლა რაც შეეხება თვითონ აი ამ დილემას, ხო? მე ვფიქრობ ამას ეხლა პოლიტიკური ანალიზისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ხო? ის თავში კლა, მან თავი მოიკლა თუ დაუშვათ რაღაც სხვა რამე ხდებოდა იქ, ხო?
რატომ? იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში ვექტორი, ანუ პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და ეს მისი წერილიდანაც იკითხება, ხო? ეხლა პრეტენზიას ვინ უყენებდა, ვიღაცა ხო არ უყენებდა, ხელისუფლება უყენებდა მას პრეტენზიას. მაღალი ალბათობით ეხლა ეს არისო გახმაურებული საქმე, სისხლის სამართლის საქმე არისო აღძრული, შესაბამისად ეს იყო ქუჩის გარჩევის სახე ჰქონდა ამას ყველაფერს და შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ელემენტარულად, ბანალურად ფულს თხოვდნენ, ხო? ფული მოიტანე, ამდენი და ამდენი, თორემ აღძრავ საქმეს და ამას ვიზამ და იმას ვიზამ. იმიტომ რომ პრეტენზიების წაყენება ხელისუფლების მხრიდან ესე ზეპირად არ ხდება. და მისი წერილი არის საბრალდებო დასკვნა ხელისუფლების პირდაპირ თქვათ, ხო? ის ამბობს, რომ ხელისუფლება მე ესე რომ ვთქვათ, ბრალს მიყენებს, რომ რაღაც დარკო ბიზნესში ვიყავი, რომ კორუფციულ გარიგებებში ვიყავი და ხელისუფლება რა ფორმით აკეთებდა ამას, ხო? ხელისუფლება იცნობს ერთ-ერთ ფორმას, ბრალის წაყენებას და გასამართლებას. და თუ ეს ხდება არაფორმალურად, ეს არის უკვე კრიმინალური გარჩევა და მეტი არაფერი. ფაქტობრივად რიჟვაძის წერილი ადასტურებს, რომ ხელისუფლება მასთან აწარმოებდა კრიმინალურ გარჩევას, ანუ კანონმიღმა გარჩევას, რასაც მოყვა აი ესეთი ტრაგიკული შედეგი. ბატონო გია, ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ვერსია იმის შესახებ, რომ ხელისუფლების სათავეში აწუკვე ყოფილი მაღალჩინოსნების გარემოცვაში აღმოჩენილია ელიტური კორუფციის სერიოზული სქემა და ჯერ მხოლოდ, ასე ვთქვათ, შიდა გარჩევების დონეზე მიმდინარეობს პროცესი? რა თქმა უნდა, ეხლა ეს წერილი ამას პირდაპირ ადასტურებს. ის როდესაც ამბობს, რომ მას ბრალს უყენებენ, რომ ის არის კორუფციაში გარეული და ბუნებრივი ამას აკეთებს ხელისუფლება, ხო? იმიტომ რომ სხვა წრე მას არ აყავს, ეხლა ვინ წაუყენებდა სხვა ბრალს, ხო? ეხლა ჩვენ უკვე 5 წელია მას ბრალს უყენებთ, მაგრამ როდესაც ფეხებზე ეკიდა და აქეთ გვანძღავდა ყველას, ხო? ესე იყო. მაგრამ ის შეწუხდა, როდესაც შიგნით ხელისუფლებამ წარუდგინა მას ბრალდებები. მაგრამ არანაირი საქმე არ არსებობს, ჩვენ ხო ვიცით ეს კაცო, რიჟვაძის წინააღმდეგ საქმე ხო არ არსებობს როგორც ესეთი. ესე იგი ხელისუფლება მას კრიმინალურად ურჩევდა, ქურდულად ურჩევდა საქმეს. და ქურდული გარჩევა რას ნიშნავს, რომ ფული მოიტანეო რა, ეუბნებოდნენ ალბათ, ამდენი და ამდენი, ხო? ანუ ფაქტობრივად ეს წერილი არის ესე რომ ვთქვათ, პირდაპირ მტკიცებულება ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების რიჟვაძის მიმართ. და არა მხოლოდ რიჟვაძის, ეხლა ეს ხო სისტემური ხო და რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს პროცესი? სხვათა შორის, აი რა თქმა უნდა, სოციალურ შეიძლება წავიდეს, ეხლა სადამდე და თქვენ თქვით, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ რიჟვაძის მიმართ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ პირველი მერცხალი, ასე ვთქვათ, კორუფციის თვალსაზრისით, აი ამ ბოლო პერიოდში შეიძლება ითქვას, რომ იყო რომეო მიქაუტაძე, ხო? და რომეო მიქაუტაძეს кейსი ჩდება ძალიან მალე, მას შემდეგ რაც გომელაური და ლილუაშვილი ტოვებენ თანამდებობას. მივა თუ არა საქმე ლილუაშვილამდე და გომელაურამდე? ეხლა ლილუაშვილს რაც შეეხება, ჩვენ გვახსოვს ოხანაშვილის ცნობილი განცხადება, სადაც ის პირდაპირ მინიშნებას აკეთებს ხო ლილუაშვილზე, რომ სუსო როგორ გამოეპარაო ეს ფაქტებიო, ესეც გამოძიების საგანი უნდა გახდესო, ანუ პირდაპირ დაემუქრა ლილუაშვილს, ხო? აქ ხო კონტექსტში, ანუ იმას რა ქვია, იმეების ხაზებს შორის ეს იკითხება, დაემუქრა ლილუაშვილს. ეხლა მე შემიძლია ვერსიებზე გელაპარაკოთ, ხო? ვერსიაზე, ეხლა მე სისტემა მეტნაკლებად ვიცი, ხო? ეხლა დიდი ესე ამის ექსპერტი არა ვარ, რასაც ქვია, მაგრამ ვიცნობ მე ამ ხალხს. კი, საინტერესოა თქვენი ვერსიები, კი ბატონო. ხო, ვერსია არის მარტივი, რომ აი ამათ ყველას ეხლა გარკვეულ წრეს, ხო, ფულს თხოვენ ელემენტარულად, ძალიან ბანალურად თხოვენ, რომ ამდენი მოიტანეთ, თუ არა და პრობლემები გექნება. მე ვფიქრობ, რომ გიორგი რამიშვილის საქმეც აი ამ სისტემური შეტევის, ანუ შიგა შეტევის ნაწილია, ხო? იმიტომ რომ აეროპორტში გიორგი რამიშვილის იარაღის, ესე რომ ვთქვათ, უკანონო ტარებაზე დაპატიმრება ეს ძალიან აბსურდული თემაა თავისთავად
ბუნებრივია ის არ ილაპარაკებს, ეხა არ იტყვის რომ ჩამიდეს იმას ქნეს, ამას ქნეს. მე ვფიქრობ რომ ის უბრალოდ საზღვარზე არ გაუშვეს. საზღვარზე არ გაუშვეს და აქედან უნდა ვივარაუდოთ რომ ისიც აი ამ სალაროს შევსების რაღაც კომბინაციის ნაწილი გახდა. პირდაპირ ან ირიბად. შეიძლება თვითონ არ არის ამ საქმის ფიგურანტი, მაგრამ მისი წერიდან ვიღაცაზე მიმდინარეობს შეტევა. ერთ-ერთი ვერსიით ეს არის ოთარ ფარცხალაძე. იზიარებთ ამ ვერსიას თუ შესაძლებელია გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს ეს. მე მტკიცებით ფორმაში ვერავიზე ვერ ვილაპარაკებ. აი მე უბრალოდ აი ყველაფერი რო ავკინძოთ, ხო და რაღაც ერთიან ლოგიკაში რომ მოვაქციოთ. თქვენ ალბათ იცით, ხო? ეხლა თქვენ ძალიან კომპეტენტური ჟურნალისტი ხართ და ადევნებთ თვალყურს თუ რა ხდება იგივე საკანონმდებლო სივრცეში. ბოლოს რა კანონი მიიღეს, გახსოვთ? ეკონომიკურ დანაშაულზე ადამიანი კი ბატონო, კი მესამე პირისთვის ქონების დიახ. მისი ქონების, მისი დავალიანების, ესე რომ ვთქვათ, ამოღება შესაძლებელი ხდება მასთან აფილირებული პირებისგანაც. კი ბატონო. გახსოვთ ეს? დიახ, როგორ არ მახსოვს? ხო და აი მე არ გამოვრიცხავ რომ გიორგი რამიშვილთან დაკავშირებით მისი აფილიაციიდან გამომდინარე ვიღაცასთან, ეხა მე ფარცხალაძეს ვერ დავასახელებ, ხო? ვიღაცასთან აფილირებიდან გამომდინარე, პრინციპში ეს კანონმდებლობა შესაძლოა თუ ვერ მოილაპარაკეს იმ შემთხვევაში, იყოს ამოქმედებული. ეხა იყო ვერსიები ამ დღეებში გამოთქმული, რომ აი ბაჩიაშვილის გამოკეთება, ეს ეხა ძალიან მიამიტი გაგებაა, რატო? იმიტომ რომ ბაჩიაშვილის წრეს საქართველოში არაფერი ფასეული ისეთი არ აქვს, რითაც შეიძლება კომპენსირება. უნდა ვაღიარო მეც ბაჩიაშვილი მეგონა ამ საკანონმდებლო ცვლილების მთავარი სამიზნე ხა, ვინ წარმოიდგენდა რომ ზარალას დაიჭერდნენ და 4-დან 7 წლამდე პატიმრობით დაემუქრებოდა, ასე ვთქვათ. კი ბატონო, აი ეხა ხომ ბაჩიაშვილი არაფერ შუაში არ არის და საქმე ბევრად ფორტულად არის, ხო? კი ბატონო, აბა გისმენთ. თუ ეს ვერსია არის სწორი, ეხა დიდი ბოდიში, მაგრამ გიორგი რამიშვილს აქვს უზარმაზარი ქონება, ხო? ანუ ფაქტობრივად ამით პრეტენზიების დაკმაყოფილება მისი ქონებით შესაძლებელია. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს სცენარი შეიძლება გათამაშდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოილაპარაკებენ. თუ ვერ მოილაპარაკებენ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამის გამო ხდება ეხა რომ არ უშვებენ აბსურდული ამბით, ხო? იმიტომ ამ დღეებშივე ჩვენ გავიგეთ ანალოგიური შემთხვევა, იგივე აი ამ ჩხარტიშვილის, ხო? შვილის, რომელიც იქნა იარაღით დაჭერილი, გამოუშვეს. ხო ესე იყო? და ადამიანს, რომელიც ამ ხელისუფლებასთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, რომელიც არის ძალიან დიდი ბიზნესების მფლობელი, ხო? ძალიან სერიოზული წონადი ფიგურა, ხო? ამ ადამიანს არ უშვებენ რატომღაც. ესე იგი სხვა რამეშია საქმე, ხო? სხვა რამეშია საქმე, ბევრი შეკითხვა ჩდება, აი კიდევ უფრო მეტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერსია მოვისმინეთ, ანუ გიორგი რამიშვილი შესაძლებელია იყოს ერთგვარი, არ ვიცი, სატყუა რა ამ შემთხვევაში, ზეწოლის საშვალება სხვა ძალიან მნიშვნელოვან ფიგურაზე. კი ბატონო, ზეწოლის თუ ყოველ შემთხვევაში თუ ზეწოლავაც არ გაჭრა, უბრალოდ მათ აი ამ კანონმდებლობით, რომელიც მიიღეს, შექმნეს მექანიზმი, რომ მოახდინონ იგივე გიორგი რამიშვილის ქონების ექსპროპრიაცია სხვის ვალების გამო. გესმით რა? კი, არა, ძალიან კარგად მესმის, მაგრამ საინტერესოა, ვინ არის ის სხვა? ის გამოც შესაძლებელია Silk Road ჯგუფში შემავალი ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ბიზნესები დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. კი, სხვა ინფორმაცია ტრიალებს. ეხლა მე ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარყოფ. მე არ მაქვს საკმარისი, ესე რომ ვთქვათ, ფაქტობრივი, ხო, ინფორმაცია, რომ მე დაბეჯითებით ვილაპარაკო ეხლა არასერიოზული. ისევ იმ სამ გვართან მივდივართ, ანუ სახელისუფლებო რგოლის, ნუ რა თქმა უნდა, ანუ ღარიბაშვილი, გომელაური, ნილუაშვილი. სწორედ ამ ადამიანებზე გასვლა უნდათ ზარალას საშუალებით. დავიწყოთ აქედან, რომ ხელისუფლება თუ კორუფციაზე ვილაპარაკობთ, კორუფცია ყველა შემთხვევაში უკავშირდება ხელისუფლებას. ეხლა ეს ფიგურანტები, ხო, ვინც ხელისუფლების აი ამ ჯამთან იჯდა და
ხრავდა, ხო? შეზღუდულია ეს არ არის ეხლა ძალიან ბევრი, ხო? 20-30 კაცი მეტი ხო არ არის? ეხლა კონკრეტულად ვიზია, რაზეა ლაპარაკი, მე არ ვიცი, ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, ხო? ხო, მაგრამ ფაქტია, რომ მიმდინარეობს სისტემური შეტევა, ეხლა მე ამ დღეებში მე არ მახსოვს თქვენ ეთერში თქვი თუ არა, მაგრამ ერთ-ერთ ეთერში მე ვთქვი, რომ ბიზნესს აქვს ესე ტექნოლოგია დაამუშავა, ხო? თვითონ კორუფციაში გარელა არ უნდოდა, ხო? რა თქმა უნდა, უნდოდა სარგებლობა ამ სიკეთეებით, მაგრამ კორუფციაში აი თვითონ ბიზნესს მონაწილეობის კვალი არ უნდა ყოფილიყო. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელსაც არ უნდა რომ კორუფციაში იყოს მხილებული და კორუფციაში გარეული, მაგრამ საჭირო მომენტში ადგეს და მთელი ეს ესე რომ ვთქვათ, კორუფციული ფული წამოიღოს თავისგან. როგორ ძალიან მარტივად. უნდა შემოიკრიბოს ირგვლივ ხარბი ადამიანები, რომლებსაც მუხრუჭი არ აქვს და რომლებიც ფულის შოვნაზე ესე რომ ვთქვათ, უარს არასოდეს არ ამბობენ. უნდა მიუშვა ეს ადამიანები, ესენი კარგად რომ გამოძღებიან, მერე უნდა ადგე და მათი გაპარსვა დაიწყო. ამით შენ გაქვს ალიბი რომ შენ კორუფციაში არ იყავი შენ ეს თუ მაგრამ მერე ადექი და იმათ ესე რომ ვთქვათ იმათგან მოკრიფე და რა ანდაზა არსებობს რომ ქურდი არ არისო გაიგიათ? კი ბატონო. აი ეს არის მთელი კომბინაცია მეტი არაფერი. ბოლოს ეს თემა რომ დავასრულოთ და მინდა აუცილებლად პოლიტიკურ საკითხებს, თუმცა ესეც პოლიტიკური ელფერის მატარებელია ყველაფერი და მჭიდროდ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული. რა არჩევანის წინაშე დგას ახლა გიორგი რამიშვილი? არ ვიცი რა, ეხლა კონკრეტულად მე ხომ მხოლოდ ვარაუდებს გამოვთქვავ, ხო? მე არ ვიცი რა მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამბობს, რომ პოლიტიკასთან ხო ამ საქმეს არანაირი შემხებლობა არ აქვს. მას მაინც და მაინც არც აინტერესებდა არასოდეს, ხო? მაგრამ ის აღმოჩნდა თავისთავად ეხლა საქართველოში ბიზნესმენები როგორც ესეთი, ხო? ბიზნესმენები, რომლებსაც მხოლოდ კანონთან აქვს საქმე, გადასახადებს იხდიან, პოლიტიკური რისკების ქვეშ არის ესეთი ბიზნესმენები ხო არ არსებობენ. თითქმის თითზე ჩამოსათვლელები არსებობენ, ხო? მე არ მინდა ეხლა ყველაზე ესე ვისაუბრო. ეს არის ერთგვარი ოლიგარქია, რომელიც ხელისუფლებასთან არის შეზდილი. ჩვენთან ხომ დღეს აი ავტორიტარული სისტემა, როდესაც შენდება მხოლოდ საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების კონტროლზე კი არ არის ლაპარაკი, ხო? ავტორიტარიზმი მარტო ამას არ ნიშნავს. ავტორიტარული რეჟიმი აკონტროლებს აგრეთვე სოციალ-ეკონომიკურ ცხოვრებასაც. ანუ ეს არის ერთგვარი ნომენკლატურული კაპიტალიზმის სტადია, როდესაც ხელისუფლება არის ბიზნესების დირექტორი მათ შორის, ხო? ანუ ძირითადი პარტნიორი ის არის და ის კარნახობს თამაშის წესებს. გიორგი რამიშვილმა ამ თამაშის წესებზე ხელი მოაწერა, ხო? ის ვასვასებშია ხელისუფლებასთან, ისევე როგორც სხვა ძალიან ბევრი, ხო? აი, რო დაცუნცულებენ იმან კობახიძესთან შეხვედრებდნენ, თავს უქნევენ, და გულში რა თქმა უნდა, აგინებენ და ლანძღავენ, ხო? ეს ხალხია. ესენი რეალურად ამათი უმრავლესობა ბიზნესმენები კლასიკური გაგებით, ცივილიზებული გაგებით არ არიან. იმიტომ რომ ხელისუფლების გარეშე მათ ბიზნესის კეთება არ შეუძლიათ, ინტეგრირებული არიან ხელისუფლებაში, ხელისუფლებას მისგან იკვებებიან და ხელისუფლებას მერე ამ საკვების ნაწილს უკან უგდებენ. აი ეს ხალხია, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც შენ სისტემის სახით, ავტორიტარული რეჟიმის სახით ურჩხულს, ესე რომ ვთქვათ, დაბადებ, ხო? ეს ურჩხული რო იზრდება, უფრო მეტი ჭამა უნდა, ხო? მეტი კვება ჭირდება. და როდესაც გარეთ უკვე საჭმელი არაფერი არის, საკუთარი სხეულის ჭამას იწყებს. და ჩვენ ახლა ამ ეტაპზე გადავედით. როდესაც აი ეს სისტემამ დაიწყო თავის ჭამა და ბიძინა ახლა პარსვის ეტაპი აქვს, აი ცხვრის ფარა, აი წარმოიდგინეთ, ცხვრის ფარა ეს ბიზნესმენები და წხებსი რას აკეთებს, ხო? იალაღებზე დაყავს, კარგად აძოვებს, კარგად მოასუქებს, მერე პარსავს. ამას აკეთებს ახლა ბიძინა არის წხებსი. ანუ სულ ორი არჩევანია ამ შემთხვევაში, ბატონო გია, სულ ორი არჩევანია ამ შემთხვევაში იმ სამიზნეებთან მიმართებაში, ვინც შესაძლებელია იყოს მოქცეული ობიექტივში ხელისუფლების მხრიდან, ან მოიტანენ
დააბრუნებენ ან ელოდებათ განსაშლის სკამი? რა თქმა უნდა, ვიღაცა ტრაგიკულად დაამთავრებს დაუშვათ და ღმერთმა აცოცხლოს რიჟვაძე, მაგრამ ეს სიმპტომია ხო ამის ხო? ვიღაცა მოახერხებს გაიქცევა, ხო? ვიღაცას დაიჭერენ, ვიღაცას გაურიგდებიან, ფულს მოატანინებენ და გამოუშვებენ. აი ეს მოხდება, მეტი არაფერი არ მოხდება. კი ბატონო, თუ რა თქმა უნდა ამ ქვეყანაში სისტემურად რაღაცა არ დაალაგდა და არ შეიცვალა. ხო, გომელაურზე, ლილუაშვილზე და ღარიბაშვილთან დაკავშირებით კითხეთ და ვერ მოვისმინა მაინც აი თქვენი არ ვიცი ეხლა რა გითხრათ ეხლა მე კონკრეტულად ვერაფერს ვერ გეტყვით ხო მე ხო არა ვარ ეხლა ამ სამზარეულოში რომ კონკრეტიკაზე გესაუბროთ ხო კი ბატონო მე შეიძლება რაღაც ინფორმაცია მქონდეს კიდევაც მაგრამ სტანდარტი როგორია ხო მე მეორე წყაროსგან ესე რომ თქვა მეორე დამოუკიდებელი წყაროსგან ველოდები ინფორმაციას იმისათვის რომ რაღაცაზე მეტნაკლები ესე რომ დამაჯერებლობით ვილაპარაკო ხო და ერთი წყაროდან მიღებული ინფორმაცია თქვენ კარგად იცით ჟურნალისტი ხართ რომ არ არის იმდენად სანდო რომ ეხლა მე ავდგე და რაღაც გვარებით და სახელებით ვისაუბრებ. თუმცა ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ქულების, ასე ვთქვათ, დაწერის მიზნით შესაძლებელია ხელსაყრელიც იყოს თავისივე, ასე ვთქვათ, გუნდში დიდი ელიტური კორუფცია ამხილოს და სანიმუშოდ სამაგალითოდ დასაჯოს ამ კორუფციაში ჩართული მაღალი თანამდებობის პირები. მე რო გითხარით რომ ბიძინა აქედან ხედავს ორ მაგ სარგებელს იღებს, ხო? ერთი არის რომ გაპარსავს ამათ ყველას ამუშავა ხო ეს და ხარბი ადამიანები ილუზია შეუქმნა რომ ყველაფერი მოსულა და განუკითხაობა შეეძლოთ ამათმა კაფეს და კაფეს ეხა გაპარსავს და აი ქურდი არ არის პრინციპი თვითონ კორუფციაში არ ყოფილა ძმაო და დამთავრებულია ამბავი ხო ეს არის ერთი სარგებელი და მეორე სარგებელი არის წინა საარჩევნო ვითომ ანტიკორუფციული კამპანიის წარმოება რაც ბუნებრივია არის სანახაობა პურს თუ ვერაძლევ საზოგადოებას უნდა მისცე სანახაობა ხო ეს უძველესი ანტიკური პრინციპია ბატონო გია სხვათა შორის ოპოზიციის ნაწილი აი ფაქტობრივად წუთზე კიდევ ერთი განცხადების გასაკეთებლად ემზადება ვაზუსტებ ეს ის ოპოზიციის ნაწილია რომელებიც ბოიკოტის მხარდამჭერი არიან და მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ლელოს გადაწყვეტილება სწორედ აი 5 ივლისის შემდეგ მას შემდეგ რაც ლელომ საჯაროდ განაცხადა რომ ადგილობრივ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას ესეთი ყვითელი კოდსები გაჩნდა ასეთი ტერმინი პოლიტიკურ ასპარეზზე ღალატში დაადანაშაულეს ლელო ამ გადაწყვეტილების გამო ზოგმა უფრო მსუბუქად თქვა რომ ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომაა ეს რის გამოც მათ მოუწევთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. სხვათა შორის ლელოს ლიდერები, პოლიტიკური ლიდერები დღესაც კი მიუხედავად აი ამ ძაფრი კრიტიკისა კოლეგების მხრიდან და დაპირებული მხილებისა, იმიტომ რომ ოპოზიციის ამ ნაწილმა ბოიკოტის მომხრეებმა თქვეს რომ დანდობა აღარ იქნება და პირდაპირ ამხელენ კოლაბორაციონისტებს ხელისუფლებასთან ერთგვარ არ ვიცი ინტერესად ანხვედრაში ხო მოდი ასე ვთქვათ ხო დღესაც ლელო ამბობს რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და იშველიებენ ისასკვლევას სადაც წერია რომ აი შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას ქართული ოცნება არის 35.8% კოალიცია ცვლილებებისთვის 18 ნაციონალური მოძრაობა 6.6 ძლიერი საქართველოს 9.5 გახარია საქართველოსთვის 10% და უნდა ვთქვათ, რომ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა 2015 წლის ივნისში სოციოლოგიური კვლევა სამიზნე ჯგუფი საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობა იყო 2000 რესპონდენტი გამოკითხა და ამ შემთხვევაში 2.2% არის ცდომილების მაჩვენებელი. აი ეს მონაცემები გაძლევთ თქვენ არა, ნუ რა არის იცით, აი საერთოდ მე ამაზე არ ვისაუბრებდი დღეს რა, ნუ მე მარტივად გეტყვით ხო ეხლა მე მესმის აი ამ თუ ჩვენ პოლიტიკას უყურებთ მხოლოდ მორალის პრიზმიდან ხო მორალის პრიზმიდან რა თქმა უნდა სწორი მორალური არჩევანი არის ბოიკოტი იმიტომ რომ ესეთ უსამართლო გარემოში ესეთი ძალადობის პირობებში ხელისუფლების მხრიდან ხო ნუ როგორ შეიძლება მასთან შეხვიდე პოლიტიკურ კონკურენციაში აი წმინდა მორალისტური პოზიციიდან ხო მაგრამ
პოლიტიკა ხო არ არის მხოლოდ მორალი, რა თქმა უნდა, არის ფუნდამენტური და ძალიან ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, მაგრამ მორალთან ერთად რაციოც უნდა ჩართო, რაციოს გარეშე ეხა პოლიტიკაში ყოფნა მხოლოდ მორალისტური პედესტალიდან ეს არის კოჭლი პოლიტიკოსობა, ხო? კი ბატონო, შენ თუ გინდა მორალისტი იყო, აი არსებობს ამ სამოქალაქო სექტორი, არსებობს თუნდაც დისიდენტური პოლიტიკა, კი ბატონო, ხო? და რაღაცა დისიდენტური მაგრამ თუ შენ გინდა რეალური პოლიტიკის კეთება, პრაქტიკული პოლიტიკის კეთება, რაციოს გარეშე მხოლოდ მორალზე აპელირება არაფერს კარგს არ მოგცემს. მით უმეტეს, როდესაც ჩემი მოწინააღმდეგე არის აბსოლუტურად ამორალური და მორალს თulis სისუსტე და ამ სისუსტეებში გიტყავს და სულ გიგებს და გიგებს. რასაც ჩვენ უყურებთ წლების განმავლობაში, ხო? აქედან გამომდინარე, კი ბატონო, ბოიკოტის მომხრე, აი გამოდია რაღაცა და მე მათ ურჩევდი, გაანებო რა ველოს თავი რა. ყველაზე კარგს რაც ისინი გააკეთებენ, დაგვარწმუნონ ჩვენ, თუ როგორ აღწევენ მიზანს, აგვიხსნა, ხო? მიზანი რა არის? მიზანი არის ხელისუფლების ცვლილება. მიზანი ხელისუფლების დელეგიტიმაცია კი არ არის. საკმარისად დელეგიტიმირებულია ისედაც ეს ხელისუფლება არავის არ უცნია რა. ეს დელეგიტიმაცია ხელისუფლების ეს არის მხოლოდ ინსტრუმენტი იმისა, რომ შიგა პოლიტიკური პროცესის შედეგად შეცვალო ხელისუფლება. მე ვსვამ კითხვას. აი რა შიგა პოლიტიკური პროცესის წარმართვის იმედი აქვს, რა რესურსები აქვს ამისთვის, რის შედეგადაც ისინი ამ ხელისუფლებას სახში გაუშვებენ. აი ეს უნდა აუხსნან საზოგადოებას და აიყოლიონ საზოგადოება, იმიტომ რომ საზოგადოება მათ ლიდერებად არ აღიარებს. მათ მოექნებათ ილუზია, რომ ისინიც კი ვინც ბოიკოტს ემხრობა, მათი მხარდამჭერები არიან და მათ გაყვებიან. არ გაყვება ეს ხალხი ამ ბოიკოტის პოლიტიკოსებს. ამაშია პრობლემა, არ აღიარებენ მათ ლიდერებად, კი ბატონო, ბოიკოტი უნდათ. მაგრამ უნდათ გზა, როგორ მივდივარ, ხო, დობა ხო უნდა გქონდეს. ეს ხალხი ხო უნდა გაუძღვეს ხალხს. ძალა ხო ხალხშია, პოლიტიკოსებში არ არის. და ხალხს არ უნდა აუხსნა, როგორ, როდის, რანაირად და ასე შემდეგ. კი ბატონო. გვიმალავენ? ჩვენ გვიმალავენ, სუსტმა ხო იცის. ანუ სუსტმა იცოდეს და ჩვენ არ ვიცოდეთ? მადლობა. მაგრები ხართ რა. მადლობა ბატონო გია, ძალიან დიდი მადლობა. პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს უსმენდით, შეგახსენებთ, რომ წუთი წუთზე ბოიკოტის მომხრე ოპოზიციური პარტიები ემზადებიან საერთო საჯარო განცხადების გასაკეთებლად, როგორც კი გვექნება, ასე ვთქვათ, სიგნალი, სატელევიზიო სიგნალი პირდაპირ ეთერში ამ განცხადებას შემოგთავაზებთ. მანამდე ოპოზიციონერ პოლიტიკოს არმაზ ახვლედიანს მივესალმები. მოგესალმებით ბატონო არმაზ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რა თქმა უნდა, თორნიკე რიჟვაძის ძალიან მძიმე და სკანდალური თემით მინდა დავიწყოთ თქვენთან საუბარი. ძალიან ბევრი ვერსია, მოსაზრება გაჩნდა, ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, ზოგმა თქვა, რომ დასტურდება რეალურად ყველა ის მოსაზრება და ინფორმაცია, რომელიც მანამდე ვრცელდებოდა. ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, კორუფციული სქემებთან დაკავშირებით და თორნიკე რიჟვაძე შეიძლება იყოს ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი, რომელიც ძალიან ბევრ ინფორმაციას ფლობს სწორედ აი ამ კორუფციული სქემების შესახებ, თუმცა თვითონ ამბობს ამ წერილში, რომ მას აბრალებენ კორუფციაში მონაწილეობას და ბარიგობას და იმედი აქვს ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის. აი თქვენ რა შეკითხვები გიჩნდებათ პირველში? ან შესაძლებელია უფრო არ გაქვთ შეკითხვები, იმიტომ რომ ფლობთ გარკვეული ტიპის ინფორმაციას, რაც გუშინდელი მოვლენებითაც დადასტურდა. დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ვუსურვებ ბატონ თორნიკე რიჟვაძეს სწრაფად და სრულად გამოჯანმრთელებას, არამედ ჯერა რომ ის გამოჯანმრთელდება. მისი ახალგაზრდა ორგანიზმი ამას გადაიტანს. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ აღარ მჯერა, რომ შეიძლება რამე ეშველოს ჩემს ბათუმს. ბათუმს, რომელიც ამ რეჟიმის პირობებში გავერანდა, გაჩანაგდა, გახდა წარმოუდგენელი კორუფციის პოლიგონი, როგორც მთელი ქვეყანა, მაგრამ ბათუმი არის პირდაპირ აი ესეთი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება პოლიტიკოსთა
ერთმა არალეგიტიმურმა ჯგუფმა აი ესე შეჭამოს ხალხის ქონება, ქვეყანა, გაანადგუროს და გააჩანაგოს ყველაფერი, მხოლოდ იმიტომ, რომ მიიღოს დამატებითი უკანონო შემოსავალი და ამ შემოსავლებით შემდეგ განიმტკიცოს კვლავ ძალაუფლება. ბატონ არმას, ამ თემაზე ჩვენ გავაგრძელებთ აუცილებლად საუბარს, როგორც დაავაანონსე ოპოზიციის ნაწილი ემზადება საჯარო განცხადებისთვის, წინასწარი ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ისინი ბოიკოტის მომხრეები უფრო კონკრეტულად სამომავლო გეგმაზე ისაუბრებენ, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო ინტერესის საგანი. აი როგორც ხედავთ, უკვე აკეთებენ განცხადებას გერბის 8 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ვადასტურებთ უპრეცედენტო მტკიცე და მართალი პროტესტის ამოცანების ერთგულებას. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვაღიარეთ მხოლოდ ახალ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და უარს ვამბობთ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას. უპირისპირდებით კორუმპირებულ და ანტიდემოკრატიულ რეჟიმს, რომელიც საფრთხეში აგდებს საქართველოს ეროვნულ დამოუკიდებლობას და საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებას, რომელმაც ჩვენი ქვეყანა განუკითხაობისა და ძალადობის მორევში გადაუშვა. მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარ საფრთხეს დღეს ივანიშვილის პოლიტიკური დაჯგუფება წარმოადგენს, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება და ცდილობს თავისუფალი საზოგადოების დამორჩილებას, ნაცვლად იმისა, რომ ანგარიშვალდებული იყოს და ემსახუროს მას. ქართული ოცნება ცდილობს ბანდიტური წყობილების დამყარებას ქვეყანაში და 90-იანი წლების ძალმომრეობის ქაოსში გვაბრუნებს. ამის საპირისპიროდ ჩვენ გვჯერა, რომ უსაფრთხო, დაცული და ღირსეული ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ ევროპული ტიპის დემოკრატიაში, სადაც კანონი, სასამართლო და ხელისუფლება ემსახურება ხალხს და არა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს. ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვებას სჭირდება ივანიშვილის და მისი პარტიის თანმიმდევრული იზოლაცია, არა მხოლოდ ეროვნულ და საერთაშორისო, არამედ ყველა, მათ შორის ადგილობრივ დონეზეც. სწორედ ამიტომ გადაწყვეტილი გვაქვს ბოლომდე ვუერთგულოთ ავტორიტარულ რეჟიმთან დაპირისპირებულ სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობას. ამ მიზნით 19 ივლისს 19 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე გავმართავთ საპროტესტო მსვლელობას. ვთხოვთ მოსვლას ყველას, ვინც თვლით, რომ ხსნა მხოლოდ რეჟიმის ცვლილებაშია, მხოლოდ ცვლილებების გზა რეჟიმთან სახალხო და დემოკრატიულ წინააღმდეგობაზე გადის. ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ არჩევნებს. უარი რუსულ სპეცოპერაციას, ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი. ვიდგებით მტკიცეთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთად. დიდი მადლობა. ჩვენ სამოქალაქო აქტივისტები, ამ საზოგადოების წევრები, რომელიც უკვე ნახევარ წელზე მეტია ვიბრძვით ქუჩაში, ერთგული ვრჩევით საზოგადოების სამართლიანი ბრძოლის, პოლიტპატიმრების გმირობის და იმ ღირებულებების, რომლებზეც დგას თავისუფალი საქართველო. ჩვენ არ ვურიგდებით, არ ვაჭრობთ და არ თანამშრომლობთ რუსულ რეჟიმთან. ვაცხადებთ კატეგორიულ უარს მის მიერ დაგეგმილ ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ ამ ძალადობრივი სისტემის ლეგიტიმაცია მოხდეს. რუსული რეჟიმი კრიზისშია, მიმდინარეობს მისი შიგნიდან ლპობის პროცესი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის დარჩეს სრულ იზოლაციაში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ 19 ივლისს შემოვერთეთ აქციას, არა რუსულ სპეცოპერაციას და არა რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას. თქვენ მოისმინეთ, რომ ოპოზიცია სამოქალაქო სექტორთან ერთად ახალი საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადება 19 ივლისი 19 საათი საპროტესტო მსვლელობა უნივერსიტეტიდან. არმაზ ახვლედიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმყოფება ჩვენთან სტუდიაში. ამ თემას აუცილებლად შევეხებით. გარდა ამისა ვიცით, რომ დღეს განცხადების გაკეთება ჰქონდა გადაწყვეტილი სალომე ზურაბიშვილს და 9 ივლისისთვის
გადაიდო ამ საჯარო განცხადების გაკეთება. ჩვენ საუბრობდით ძალიან სკანდალურ თემაზე, თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებულ ინციდენტზე. ანუ იზიარებთ თუ არა იმ ვერსიას, რომლის თანახმადაც ახლა შესაძლებელია ქართულმა ოცნებამ ყოფილი თანაგუნდელების სამაგალითო დასჯის პროცესი დაიწყოს, იმიტომ რომ წერილში, რომელიც სახელისუფლებო მედიის საშუალებით გავრცელდა და თითქოს თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა, ის ამ წერილში წერს, რომ მას აბრალებენ ბარიგობას და კორუფციაში თანამონაწილეობას, თუმცა ამ ყველაფერში ის დამნაშავე არ არის. რამდენიმე მოსაზრებას მოგახსენებთ. პირველი, უკვე რამდენი თვეა ვამბობ, რომ კობახიძე თავის საფირმო ესეთ რაღაც ნიშნად გამოაცხადებს კორუფციასთან ბრძოლას მეთქი. კობახიძე ამას აპირებს, ეს პროცესი მან უკვე დაიწყო, თუმცა რა თქმა უნდა ყველა ვხვდებით, რომ ეს არ არის რეალური ბრძოლა კორუფციასთან და ჯერ ერთი კორუფციასთან ბრძოლას უპირველესად სჭირდება სამართლებრივი სისტემა, სამართლის უზენაესობა, როცა საბოლოო განაჩენს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სამართლიანი სასამართლო აკეთებს და არა ანგაჟირებული და პოლიტიკურ მმართველ ძალას დამორჩილებული. მეორე, კარგად ჩანს, რომ სისტემა არის ისე გამომპალი, რომ იგი აღარ ექვემდებარება უკვე არანაირ შეკეთებას. ეს არის ღრმაზე ღრმა სისტემური კრიზისი, რომელშიც რახანია შევიდა ივანიშვილის ოცნება და გამოსავალი არ არსებობს, გამოსავალი იქნებოდა მისთვის ნორმალური სამართლიანი არჩევნების ჩატარება და გადატვირთვა დიდი, რაზეც ივანიშვილმა უარი თქვა, უფრო მეტიც, მან ფაქტობრივად სრულად გააუქმა არჩევნები როგორც ხელისუფლების შეცვლის ინსტრუმენტი და დაასამარა საქართველოში დემოკრატია. უბრალოდ მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ სახეზე გვაქვს რუსული ტიპის ავტორიტარული მმართველობა საქართველოში, რომელიც რა თქმა უნდა უშვებს კლანებს თავის თავში ერთი მხრივ, მეორე მხრივ პერიოდულად ამ კლანებს ზოგჯერ ანადგურებს, ზოგჯერ ჩააჩოჩებს, გააჩნია სიტუაციურად მას რა აწყობს და რაც მთავარია, რა სურს ბელაც. შესაბამისად, ასეთ სისტემაში არავინ არაა დაცული. მაგალითისთვის მინდა გითხრათ, ვინც დღეს ებრძვის კორუფციას, თავად კობახიძე, არა, ის შეიძლება აღმოჩნდეს და აღმოჩნდეს ერთ დღეს მსხვერპლად. ის შეიძლება გახდეს მსხვერპლი. უფრო მეც გეტყვით და პრაქტიკულად დაუჯერებელსაც ივანიშვილი შეიძლება აღმოჩნდეს ერთ დღეს, რომ ის იქნება მსხვერპლი. ეს სცენარიც დასაშვებია. ხო, მაგრამ აი მიზანი ხომ აქვს ხელისუფლების მსგავს ქმედებას ამ ეტაპზე. ნახეთ, ერთი წამით რომ შევხედოთ მოვლენებს, აი რიგითი, არ ვიცი, მაყურებლის რიგითი, ამომრჩევლის რიგითი მოქალაქის თვალით, ხო? ამდენი წლის განმავლობაში და ამას ძალიან მძიმე სტატისტიკაც ხატყობდა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ აკავებდნენ ნარკორეალიზატორებს, ხო? და ასე ვთქვათ, მათ შორის ნარკოტიკების მომხმარებლებს და ასე შემდეგ, საკმაოდ დიდი რაოდენობით ნარკოტიკული პროდუქტი ბრუნავდა ჩვენს ქვეყანაში და სამწუხაროდ იყო ათეულობით ლეტალობის შემთხვევა, ესეც ოფიციალურად დადასტურებული მხოლოდ წლის განმავლობაში. აი ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი მოვიდა, ნახეთ რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მათ შორის აჭარაში. ახლა თუ ეს ნარკორეალიზატორებზე გასული სამართალდამცავები აღმოაჩენენ, რომ რაღაც დროს მათ ვიღაც მაღალჩინოსნები ან მაღალჩინოსნები მფარველობდნენ და ამ ადამიანების პასუხისგებაში მიცემაც მოხდება. აი ობიუატელის თვალით, რატომ არის ეს ცუდი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან? იცით რა არის ცუდი? ცუდი ისაა, რომ ამ დანაშაულებრივმა რეჟიმმა თქვენ ნარკომანიაზე საუბრობთ. მოახერხა და საქართველოში წარმოუდგენელი მასშტაბი შესძინა ნარკომანიას. წარმოუდგენელი მასშტაბი.
და ახლა ესენი ცდილობენ თავისი მმართველობის სამარცხვინო დანაშაულებრივი მმართველობის მე-13 წელს რომ დაიწყონ ბრძოლა ნარკომანიის წინააღმდეგ. სად იყავით აქამდე? სად იყავით? რატომ დახოცეთ ამდენი ადამიანი? რატომ გააუბედურეთ ამდენი ოჯახი? ვინ აგებს ამაზე პასუხს? ყველაფერი სხვა ამათ რომ ეპატიოთ, ეს არ ეპატიებათ. უნდა გითხრათ პირდაპირ. და ასეა ბევრი სხვა მიმართულებით. რა მეგითხარით თქვენ თავში რომ ებრძვიან კორუფციას? სად იყავით მაშინ, როდესაც თქვენივე დასტურით წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფცია იყო სხვადასხვა სფეროში ქვეყანაში, სხვადასხვა რეგიონში. მე თქვენ ბათუმი მაგალითად მოგიყვანეთ. რა თქმა უნდა თბილისში კალაძის კორუფცია არის წარმოუდგენელი მასშტაბის. რატომ არის ის თქვენი ფავორიტი მერი და რასაპირებთ ახლა ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში? ერთი სიტყვით, ჩემი დაკვირვებით, ნებისმიერი ეს კამპანია, ბრძოლა თითქოს და ნარკომანიის თუ კორუფციის წინააღმდეგ, ეს არის ფარისევლობა და მეტი არაფერი, იმიტომ რომ სისტემა არის გარყვნილი შიგნიდან, დახავსებული როგორც გითხარით და მას არ ძალუც არაფერი სასიკეთო. ამიტომაც აქა-იქ ხედავთ კამპანიურ ხასიათს, ასეთ მოჩვენებით კამპანიებს, რომელიც შედეგს სასიკეთოს ვერაფრით ვერ გამოიღებს, ამიტომაც ცხადია, რომ შედეგი შეიძლება სასიკეთო იყოს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ საქართველოში მივახცევთ ამ ანომალიური პოლიციური რეჟიმის დასრულებას და ნორმალურ სამართლებრივ რელსებზე გადასვლას. ბატონო არმოს, ანუ მიგაჩნიათ თუ არა გიორგი რამიშვილის ძალიან ცნობილი ბიზნესმენის დაკავება სწორედ აი ამ კამპანიის ნაწილად, იმიტომ რომ მაგალითად გია ხუხაშვილი საუბრობდა თქვენამდე, ის ფიქრობს, რომ ის რაც მოხდა ბიზნესმენთან დაკავშირებით, რომ გააჩერეს, აღმოაჩინეს აეროპორტში სპეციალურ, ასე ვთქვათ, რენტგენო დეტექტორზე, შემოწმებისას ბარგში ცეცხლსასროლი იარაღი და არა მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნა, მჭიდები. პროკურორი ამბობს, რომ კი აქვს რეგისტრირებული ეს იარაღი შენახვის უფლებით, მაგრამ დაცულ ადგილას უნდა იყოსო, შენახულიო, თავად რამიშვილი ამ ყველაფერს მის დაკავებას რაღაცა პოლიტიკურ თემას, ელფერს არ აძლევს, მაგრამ ძალიან ბევრი შეკითხვა გაჩნდა. მიგაჩნიათ, რომ შესაძლებელია რამიშვილის საშუალებით სურდეთ სხვა პირებზე გასვლა. ვიდრე კონკრეტულ საკითხზე მოგახსენებთ, ერთი რამ არის ჩვენი დიდი უბედურება და ეს არის ცხადზე ცხადი საქართველოს საზოგადოების უმრავლესობისთვის. ამ უკანონო სასამართლოს და ამ აბსოლუტურად პოლიტიზებული სამართალდამცავი ეგრეთ წოდებული უწყებების ხელში თქმა რომ შეიძლება რამე გამოიძიოს სამართლიანად და ობიექტურად არის შეუძლებელი, ტყუილი, ფარსი, შესაბამისად ვერც ამ ბიზნესმენის შემთხვევაზე, ვერც ერთ სხვა შემთხვევაზე ვერ ვიტყვით, რომ გამოძიება შეიძლება იყოს ობიექტური და გვაქვს ყველა შემთხვევაში აბსოლუტურად საფუძვლიანი ეჭვი და ამის არაერთი მაგალითი წარსულში, როცა ასეთი ბრძოლა ცალკეული ბიზნესმენების თუ სხვების წინააღმდეგ იყო გაპირობებული სხვადასხვა სუბიექტური მიზეზით, როცა ბატონს, ანუ ივანიშვილს, ან მის კლანში ყველაზე მთავარ წევრებს რაღაცა არ მოეწონათ, რაღაცით ვერ დაკმაყოფილდნენ, თქვათ, მიღებული თანხით, წილებით, ასე შემდეგ, ან შესაძლოა იმ განცხადებებით, ან იმ შესაძლოა სადღაც კულუარებში ნათქვამი, ჩუმად ნათქვამი, თუნდაც საწინააღმდეგო მოსაზრებით ამ ხელისუფლების მიმართ არავინ იცის, მოკლედ ნებისმიერი ასეთი და სხვა მსგავსი ნაბიჯის გამო შეიძლება გაწირონ ადამიანი და რაც მთავარია ამ ადამიანს, ვისაც გაწირავენ, არ აქვს არც ერთი შანსი ამ სასამართლოს, ამ ვაი სასამართლოს და ამ ვაი პროკურატურის პირობებში, რომ გამართლდეს და თავი დაიცვას. კი ბატონო, ეხლა რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, აი სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ ჩვენ დაანონსებული სულელობა 19 ივლისს ბოიკოტის მომხრეებისგან, თუმცა პარალელურ რეჟიმში რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა ლელოს გადაწყვეტილება ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ბოიკოტის მომხრეები ამბობენ, რომ ეს არის არამხოლოდ
ძალიან დიდი შეცდომა მათი მხრიდან, არამედ ღალატი მათ შორის პატიმრობაში მყოფი იმ ახალგაზრდების, რომლებიც აქციების დროს დააკავეს და სხვადასხვა ბრალდებით დღეს სხედან საპატიმროში. მიუხედავად იმისა, რომ კვლევებიც ქვეყნდება, სადაც ჩანს, რომ მოკლედ ვიტყვი ძალიან ჯამურად ოპოზიციას შეუძლია დაამარცხოს ქართული ოცნება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. მაინც ფიქრობთ, რომ შეცდომა ადგილობრივ არჩევნებში უთანასწორო პოლიტიკურ ბრძოლაში შესვლა ქართულ ოცნებასთან? პირველი ის რასაც ოცნება ეძახის უწოდებს არჩევნებს, არის არა არჩევნები, არამედ манипуляция საარჩევნო სპეციალური ოპერაცია ეს ითქვა უკვე კიდეც და ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რომლის შედეგად სხვადასხვა უკანონო, მათ შორის აღვირახსნილად უკანონო მეთოდით ეს პოლიციური რეჟიმი ახერხებს ყოველ ჯერზე ოპონენტების ჩაწიხვას, ხალხის ნების უგულებელყოფას და კვლავ ძალაუფლებაში ყოფნას. ერთი მსგავსი პროცედურა არის დანიშნული წელს შემოდგომაზე. ისმის კითხვა, რა უნდა გააკეთოს ოპოზიცია? თუ ოპოზიციას ექნებოდა შესაბამისი მყარი რესურსი, რომ ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მას მოეგო ყველა დიდი ქალაქი საქართველოში, მაშინ შესაძლოა ამაზე გვეფიქრა კიდეც. მაგრამ იმიტომ რომ ეს რესურსი რეალურად არ არსებობს ერთი მხრივ და მეორე მხრივ ივანიშვილი გააკეთებს იმაზე უარეს, ვიდრე გააკეთა გასულ საპარლამენტო არჩევნებში, ვფიქრობ, რომ ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობა არის გაუმართლებელი და ეს უფრო მეტად გავს ახლა ივანიშვილის პირდაპირ თუ ირიბ მხარდაჭერას. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. აი მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად სალომე სამადაშვილის განცხადებიდან ციტატას მოვიყვან, პოლიტიკოსი ამბობს და მიმართავს უბრალოდ ყველას, ვინც აცხადებს, რომ ბოიკოტი ბრძოლის სწორი გზა არის, გადახედოს პოზიციას გარანტირებული გვაქვს თბილისში გამარჯვება, რაც შექმნის საფუძველს მეტი ძალით მოვითხოვოთ ახალი საპარლამენტო არჩევნები. ანუ ორი ნაწილად შეგვიძლია ეს შეკითხვა გავყოთ, საიდან ამხელა თავდაჯერებულობა, ასე ვთქვათ, ლელოს და გახარიას წარმოვიდგინოთ, ხომ? თეორიული არსებობს შანსი, რომ მათ რაღაცნაირად გარკვეული პოლიტიკური კოალიცია შეკრენ ადგილობრივი არჩევნებისთვის, იმიტომ რომ ორივეს ერთი გადაწყვეტილება აქვს ამ შემთხვევაში არჩევნებთან მონაწილეობის თაობაზე. და მეორე, აი თუნდაც თბილისში, მაგალითად ოპოზიციის გამარჯვებით, რამდენად დიდი არის შანსი, რომ ახალი ძალით გაჩნდეს ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და უფრო მეტი მექანიზმი გაჩნდეს ზეწოლის ხელისუფლებაზე. აი ეს ერთმანეთთან არის თუ არა კავშირში თქვენი აზრით? თბილისში ოპოზიციის გამარჯვება იქნებოდა ძალიან დიდი წარმატება დიდი გამარჯვების გზაზე, მაგრამ ვიმეორებ, მე არ ვიცი ვინ რა კვლევას ეყნობა, რა ანალიზს, რა მოცემულობას, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ჩემი ანალიზით, ახლა ამისთვის დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი მზად არ არის. ვიმეორებ მით უფრო, როდესაც ივანიშვილი ყველა გზით დაიცავს საკუთარ მმართველობას თბილისში და ყველა სხვა რეგიონში და ამისთვის უკადრებელსაც იკადრებს. ამიტომაც მე მიმაჩნია, რომ მაინც სწორია იმ ნაწილის არჩევანი ოპოზიციური სპექტრისა, ვინც ამბობს, რომ უნდა გაემიჯნოს ამ მომავალ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს და ვერ ხსნი, ვერ ვგებულობ და გაუმართლებლად მიმაჩნია იმათი აზრი, ვინც ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობას გამარჯვების გზაზე მნიშვნელოვან ეტაპად წარმოაჩენს. მიგაჩნიათ, რომ ორად გაყოფილი ოპოზიცია უბრალოდ ერთმანეთისთვის დამაზიანებელი იქნება და ამ შემთხვევაში თუ კი ვინმეს ეს აძლევს ხელს მხოლოდ ქართულ ოცნებას? ოპოზიცია რახანია აზიანებს ერთმანეთს, მაგრამ რაც ყველაზე უფრო
სავალალო აზიანებს დიდ ქართულ სახელმწიფოებრივ ინტერესს. აი ეს არის ყველაზე უფრო სამწუხარო პირდაპირ. კეთილი, მადლობა. არმაზ ახვლედიანი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ ეკა ბესელია, გიორგი შარეშძე, ლევან გორგილაძე იქნებიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. ბოლობაში ძალიან მნიშვნელოვან სკანდალურ ამბებს ვადევნეთ ფაქტობრივად თვალს, რამაც ლელოს გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გადაფარა თორნიკე რიჟვაძის თვითკოლობის მცდელობა ის სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში რჩება პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და საკმაოდ ცნობილი გავლენიანი ბიზნესმენის გიორგი რამიშვილის დაკავება აეროპორტში იარაღის უკანონო ტარების მუხლით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეკა ბესელია მართლმსაჯულების სახლის თანათავმჯდომარე უნდა შემოგვიერთდეს. მოგესალმებით ქალბატონო ეკა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. სწორედ ამ ორი ამბით დავიწყებდი თქვენთან საუბარს. ბევრად უფრო მძიმე შემთხვევას ჰქონდა გუშინ ადგილი თორნიკე რიჟვაძის თვითკოლობის მცდელობას ვგულისხმობ. ძალიან ბევრი ვერსია მანამდეც ჟღერდებოდა შიდა დაპირისპირების თაობაზე. იყო ვერსია, რომ მას თხოვდნენ რამდენიმე ასეული მილიონის მიტანას, იყო ვერსია, რომ ის მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, იყო ვერსია, რომ ის რაღაცა კორუფციულ სქემებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ადანაშაულებდნენ და შესაძლებელი იყო განსასჯელის სკამზე გვენახა. აი რომელიმე ეს ვერსია თქვენი აზრით დადასტურდა თუ არა გუშინდელი შემთხვევით? საღამომშვიდობის მოგესალმებით ქალბატონო ემა, მივესალმები მაყურებელს. ვერსიების დადასტურება არ იქნება სწორი ამ მძიმე ფაქტის მიუხედავად ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის ბუნდოვანი. და მე უფრო ფრთხილი ვიქნებოდი დასკვნების გაკეთებაში, სამართლებრივად ზოგადად ეს იურისტების ეთიკური წესია, რომ ფაქტებს აფასებენ და დასკვნები გამოაქვთ შემდგომ, როდესაც ეს ფაქტები უკვე საკმარისია იმისთვის, რომ დასკვნა გააკეთო. პირველ რიგში ვინა უსურვო გამოჯანმრთელება თორნიკე რიჟვაძეს, ეს მძიმე ამბავია ოჯახისთვის და იმედი მაქვს, რომ მალე ის შეძლებს თავად ისაუბროს იმაზე, რა მოხდა. მაგრამ საეჭვო რაც არის ამ დროისთვის, აი რაზეც შეიძლება რომ კითხვები დავსვათ და ამ კითხვებზე პასუხები უკვე უნდა გასცეს გამოძიება და არა ტელეკომპანია იმედმა და სამთავრობო არხებმა, რომლებიც ძალიან საეჭვოდ ავრცელებენ წერილს, რომელიც რაღაცნაირად არ ჯდება რაციონალურ ლოგიკაში. საერთოდ რას ნიშნავს ქალბატონო ეკა ეს გითხარით რა თქვენ როგორც იურისტმა, იმიტომ რომ მაინც აი იურიდიულ დეტალებს აქცევთ ყურადღებას, აი რა იგულისხმება საეჭვოდ გავრცელებაში? ხო, ნახეთ, პირველ რიგში ქალბატონო ეკა ეხლა მიმუშავია ბევრი სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც როგორც მკვლელობის ისტორია იყო, ასევე თვითკოლობის ისტორიებიც და მცდელობებიც და ზოგადად ეხლა რაც პრაქტიკა ვიცი უფრო რთული შემთხვევებით ასეთი წერილები თვითკოლობის წინა ეტაპზე, აი ბოლო უბრალოდ თვითკოლობამდე რამდენიმე წუთით ადრე თუ რაღაც პერიოდით ადრე ასეთ წერილები არ იწერება. ეს რაღაცა ისეთია, დაჯდები და კარგად რო გაიაზრებ და რაღაცა ჩამოარაკრაკებ ისე რომ ქვეტექსტებში იკითხება რაღაცა ვისკენ არ გინდა მიემართებოდეს ეჭვები. არ გავს წერილი აფექტში და წერილ ხელწერას, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც თავს იკლავს და საკუთარ სიცოცხლეს იმეტებს, ის რაციონალურად ვერ აზროვნებს და მისი მართვა, ემოციური ინტელექტი, მისი გონებრივი ემოციური მდგომარეობა არის არასტაბილური. დაახლოებით უტოლდება აფექტის მდგომარეობას. ნუ მეტნაკლებად გააჩენ ავითარება არ აუძღვის წინ.
იმიტომ რომ ასე დროს ყოველთვის ვიკვლევთ რა მიიყვანა ადამიანი ამ მდგომარეობამდე თუ მართლაც თავს იკლავდა. ერთ-ერთი ეს დასადგენია თავს იკლავდა თუ ესროლეს, ხო? და ეს ექსპერტიზის გარეშე არ გინდება, უნდა მოხდეს არა მხოლოდ იმ პირების დაკითხვა, ვინც ესწრებოდა ამ შემთხვევას, არამედ ექსპერტიზა უნდა თქვა რა მანძილიდან არის დასროლი, იმიტომ რომ არის რაღაცა მანძილი, რომლის სიკეთ შეუძლებელია თვითკოლობაზე საუბარი, ხო? ადამიანს არ შეუძლია ნებისმიერი ტრაექტორიდან ესროლოს საკუთარ თავს. ამიტომ აი მანძილით სროლის კუთხი დახრა როგორია, რა იარაღია, შემდეგ სადაც ხვდება ეს იარაღი, შეეძლო თუ არა საკუთარი თავისთვის ამ დისტანციიდან, ამ დახრილობით ესროლა და ამ შემდეგ, აი ბევრ ნიუანსს ვაანალიზებთ ხოლმე, ვიდრე დასკვნებს ვაკეთებთ, ეს ერთი. მეორე არის გარემოებები, რაც უძღვის წინ, რა მიიყვანა ხო ადამიანი იქამდე, რომ საკუთარი თავი გაიმეტა. და თუ ეს გარემოებები საეჭვოა, შემდეგ სხვა ფაქტები უნდა გადამოწმდეს, სხვა რამე ხო არ მოხდა. აი წერილი არის ძალიან უცნაური ამბავი და რატოა ეს კითხვები, რატო რა კითხვები ჩდება და რატო ჩდება ეს კითხვები. ჯერც ერთი სამთავრობო მედია რომ ამ წერილს აქვეყნებს დილიდანვე, ეს თავისთავად ეჭვს ბადებს, იმიტომ რომ ვიცით ახლა სამთავრობო პროპაგანდისტული მედია როგორ მუშაობს, ის რაც გინდა რომ პირველივე ჯერზე დააჯერო, ის არის წინა პლანზე გამოტანილი და იმდენად დააგდობა დაკარგული, რომ პირველი მეეჭვი ამ წერილმა უფრო განუჩინა. მეორე არის ის, რომ ისტორიები, რომელიც ვრცელდებოდა სხვადასხვა ვერსიები, კონფლიქტი იყო რიჟვაძის წასვლის შემდეგ, იყო აი ეს რაც თქვით კითხვაში რაც დასვით თანხის რაღაც თანხების მოთხოვნასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ანუ უსიამოვნო ამბები ვრცელდებოდა მასთან დაკავშირებით. ეხლა აჭარაში ძალიან მაღალი იყო კორუფცია და დიდი ხანი ამ თემებზე საუბრობენ ადამიანები და არაფერი არ იმალება. ესეც ხო გვესმოდა. ანუ ის რომ რაღაცა კონფლიქტი არის მომწიფებული, რომლის შემდგომ ხდება ასეთი მძიმე ისტორია, ეს არის უთუოდ საეჭვო. ეხლა მიდიხარ სტუმრად ოჯახში და იმ ოჯახის მასპინძლის იარაღიდან იკლავ თავს და როდის ასწრებ ამ წერილის დაწერას, თან რაღაცა უცნაური ტექსტია, არ გავს, ხო? აი რაღაცა არ გავს ეს ადამიან თავს რო იკლავს ამ დროს დაწერილ წერილს. ეხლა ასე თუ ყველაფერს ალაგებ და ანალიზებ, რა ვიცი ხა თავს რატო იკლავ მაშინ. თავტერეკა გაქვთ მოლოდინი რომ ამ ამბავს ექნება გაგრძელება, იმიტომ რომ ამ წერილშიც თორნიკე რიჟვაძე საუბრობს ბრალდებაზე მის მიმართ ნარკოტიკების, არ ვიცი, ბრუნვასთან დაკავშირებით, უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებით და ასევე კორუფციაში ბრალდებასთან დაკავშირებით. მესმის რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პირველი პირი იყო, მაგრამ თუ კი არის საუბარი ბრალდებაზე, კორუფციულ ბრალდებაზე, სავარაუდოდ შესაძლებელია სხვა ფიგურანტი პირების გამოკვეთაც მოხდეს. გაქვთ ამის მოლოდინი? კი, ბუნებრივია, აი გაიხსენეთ რაღაცნაირად ეფმის ამ ამბავს კობახიძის ეს ფრაზა, ხო, პარლამენტში რო იყო ხა ბოლოს მისული, რომ კორუფციას ებრძვით, ანუ საკუთარ თანაგუნდელებს უკვე ელაპარაკება ამ მესიჯით. ვიღაცა ნარკოტიკებს ყიდდა. ეს რა ფრაზაა ხა, ვიღაცა ნარკოტიკებს ყიდდა რა არის, რა ფრაზაა, ხო? ანუ რაღაცნაირად ეს მესიჯები, რომელიც მან იმ დღეს გააშღერა, აი მთლიან კონტექსტში რო უყურებ, ერთმანეთთან კავშირშია ის, რომ შიგნით მიდის ახლა საქმეების გარჩევა, ვინ რამდენი მოიპარა, ეს მოპარვა თუ ეს კორუფციული სქემები იცოდნენ თუ არა, იმათვისაც უნდა ცოდნოდა. როგორც ჩანს, ივანიშვილმა დაიწყო შიგნით უკვე ამ მასშტაბებმა ისე ზღვარს მიაღწია კორუფციის, რომ პასუხების მოთხოვნა და მას ჩვევია, როცა საჭირო ჩათვლის, მაშინ მოთხოვს პასუხს. მას ვისაც უნდა მოთხოვოს. აი შიდა კონფლიქტების გამოძახილია ეს. უბრალოდ ისტორიაა ძალიან საეჭვო. თავისი წერილით და თავისი ახლა რა ჯიბეს ჩაიდო და ეს პერსონალმა ამოიღო ჯიბიდან და მისცა ტელევიზიას. აი იმდენი აბსურდული რაღაცა უბრალოდ ეს გამოჩნდება. სადა არიანა ზაფი დამარხული და საიდან იღებს სათავეს ეს ისტორია.
ყველაფერი გაირკვევა, ამიტომ მე მოვლენებს არ გაუსწრებ, მხოლოდ კითხვებს ვსვამ, იმ კითხვებს, რასაც ჩვენ დავსვამდით, ეხლა რომ მიმდინარეობდეს მაგალითად ჩემი მონაწილეობით საგამოძიებო პროცესი და აი კრიმინალურ ისტორიებში, საქმეებში, სისხლისამაც საქმეებში, რასაც მიმუშავე არაერთხელ, აი ამ დეტალებს ვაკვირდებოდით, ვარკვევდით, ვიძიებდით და საბოლოოდ მე მიდიხარ დასკვნამდე. აი ესე გაირკვევა ყველაფერი, მაგრამ ფაქტია რომ ქართული ოცნება ეხა მარტო მშვიდობიან მომიტინგეებს კი არ უპირისპირდება, უკვე შიგნით დაიწყო ეს კონფლიქტები და ჯგუფებს შორის დაპირისპირება. საინტერესოა ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომლიც თანახმადაც ამ პროცესის ნაწილია გიორგი რამიშვილის ბიზნესმენის დაკავება, მიუხედავად იმისა, რომ თავად რაღაცა პოლიტიკური სარჩულით მასთან დაკავშირებულ ამ უცნაურ ამბავს ნამდვილად არ ხსნის. აი ვერსიაც მოვისმინეთ გია ხუხაშვილის, რომელმაც მიგვითითა იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც ფინანსური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა ჩნდება მესამე პირის საშუალებით. მას მიაჩნია, რომ შეიძლება პირადად გიორგი რამიშვილს არავინ არაფერს ერჩის, მაგრამ მისი საშუალებით სხვა პირებზე და მათ, ასე ვთქვათ, ფინანსურ რესურსზე გასვლას სურდეთ. არ მე არ ვიცი ხა ეს საკანონმდებლო ცვლილება გიორგი რამიშვილს რა კუთხით უკავშირდება და ვერ ხედავ მე ამ ლოგიკას, არ ვიცი, ვერ გეტყვით რას გულისხმობდა გია ხუხაშვილი, მაგრამ ეს ცვლილება იმიტომ მიიღეს, რომ რამდენიმე რამის გაკეთება უნდათ ერთდროულად იმ პირებს, ვისაც თვითონ არ აქვთ ეს ქონება საკუთარ სახელზე, შეიძლება სხვებისგან უნდა ამოიღონ. ახლა ეს რამიშვილი ერთ-ერთი მსხვილი კალიბრის ბიზნესმენია და არ მგონია, რომ ეხლა ქონებების გადამალვით იყოს ხო დაკავებული. მისი ისტორია ძალიან უცნაურია. ეხლა რა არ იცის, რომ აეროპორტში ყველა გადის განსაკუთრებულ შემოწმებას, როგორც არ უნდა გადიოდი, ხა VIP-ით გადიხარ, ბიზნესით გადიხარ, ჩვეულებრივად გადიხარ, სკანერში ყველაფერი მოწმდება და ეხა იარაღით მიდიოდა, რაღაც აი ჩემთვის არასარწმუნოა. მე მან მგონია რაღაც სხვა რამ იმალება, მაგრამ რა იმალება არ ვიცი, გამოჩნდება ყოველ შემთხვევაში დღეს რაც ადვოკატმა თქვა, ნაკლებად მართალი კითხაც არ ვიცი, ხა სარწმუნო იყო, მაგრამ გამოჩნდება რა არის, ჩემთვის არ არის სარწმუნო ის ვერსია, რომ ეხა იარაღით მიდიოდა და აი ესე დააკავეს. არ გამოვრიცხავ არაფერს, მე ისეთ საქმეებს ხედავ ფალსიფიცირებულს, ყოველდღე სასამართლო პროცესებს ვესწრების, ინდისის პატიმრების საქმეების მონიტორინგს ვატარებ, ჩართული ვარ სხვადასხვა საქმის საკონსულტაციო ფორმატში და ისეთი ხელოვნური ფაბრიკაცია, აი არაფრისგან შედგენილი საქმეები, ეს საქმეები ყველა დაინგრევა, აი ხუხულასავი ჩამოიშლება, ვერ გაუძლებს ეს საქმე ვერც ერთ ფილტრს. კი დღეს გასაგებია, რომ მოსამართლეების ისეთ მოსამართლეების ხელში ხდება საქმეები, აი დღეს 11 სინდისის პატიმრის საქმის მორიგი განხილვა იყო. ისე მორიგი აბსურდის მოსმენა გვიწევდა. მოწმეები, რომელიც მოყავს პროკურორს, არ ვიცით, არ დაგვინახავს, ვინ ისროლა, საიდან ისროლა და ასეთი დიდი ბრალი აქვს. დღეს არის ისეთი მოსამართლეების ხელში, რომლებიც მზად არიან ყველაფერზე თვალი დახუჭონ, ყველაფერი შეასრულონ, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს, რომ აქ თავდება სამართალი. ეს აუცილებლად გაგრძელდება, შემდგომი ეტაპებია, შემდგომი ინსტანციებია, მიუბრუნდებით ამ საქმეებს, როგორც მიუბრუნებულ ვარ, როგორც მომხდარა შემდეგ ადამიანების გამართლება. ამიტომ ამ ვითარებაში, რომ ყველაფრის გაყალბება დღეს ეიოლება ქართულ ოცნებას, ეს სასამართლოშია, CSKO-შია, არ ვიცი, იქ საავადმყოფოშია ვიღაცების ხელით, ანუ საბოლოო ჯამში მას არ ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი სადღაც გამოჩნდება. არაფერი არ არისო დაფარული, როგორც სახარებაშია და არაფერი არ იმალება, მართლაც ხა მithod ეს პატარა ქვეყანა ვარ და სად დაემალები ამ საკუთარ თავს, ამ საკუთარ სინდისს? სალომე ზურაბიშვილი დღეს აპირებდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, არა, პოზიცია მას დაფიქსირებული აქვს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა, ასე ვთქვათ, საჯარო გამოსვლის დროს განსაკუთრებით აქციებზე ის ამბობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში შესვლა
ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე გაუმართლებელია, თუმცა ალბათ კიდევ უფრო მეტად დაზუსტებული პოზიციის ან შესაძლებელია იგივე წინააღმდეგობის პლატფორმის წევრების გადაწყვეტილების შეფასებასაც გეგმავდა გულისხმობ ლელოს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება 2 დღით გადაიდო 9 ივლისამდე. ხომ არ შეგიძლიათ გითხრათ რის თქმას გეგმავდა და თუ ამაზე არ დაკონკრეტებით, მაშინ გითხარით იტყვის თუ არა იმაზე მეც, რაც მანამდეც საჯაროდ არაერთხელ მოგვისმენია მისი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. ხო, სალომე ზურაბიშვილი თავად იტყვის, რაც ეკოველია ის მასაც აპირებს. და არის შემდგომი ნაბიჯები გადასადგმელი, მან თქვა, რომ ორივე არჩევნები შეიძლება ჩატარდეს ერთად, საპარლამენტო და ადგილობრივი და ეს იყოს კომპრომისული ვერსია. მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები ამ პოლიტიკურ კრიზისს ვერ წყვეტს. ამიტომაც არის ძალიან ხა ესეთ მკვეთრი დაპირისპირება და პატიმრობაში არიან ადამიანები, რომელთაც გათავისუფლება ძალიან გვინდა, რაც შეიძლება მალე მოხდეს. ყველა პოლიტიკური პატიმარი, ყველა პოლიტიკური ოპოზიციონერი მე მინდა მათ ხნეობა უსურვო და ძალიან ფრთხილი ვიქნებოდი შეფასებებში, იმიტომ რომ არ შეიძლება პატიმრობაში მყოფ ადამიანზე ილაპარაკო ისე, როგორც ზოგიერთი საუბრობს და ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ მეც ვიზიარებ იმას, რომ მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები არ არის ამ კრიზისის გადაწყვეტის გზა. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს შემდგომ ნაბიჯებზე, შემდგომ გეგმაზე, შემდგომ ხედვაზე და ის ალბათ ამაზე ისაუბრებს, როცა ისაუბრებს, მუშაობს ამ კუთხით და ბუნებრივია, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, თუმცა პროტესტის გაგრძელებასთან ერთად ჩვენ რაღაცა გარკვეული მათ შორის შეთავაზებებიც უნდა გქონდეს იმისთვის, რომ აი ამ პროტესტმა კიდევ უფრო სხვა ეტაპზე და სხვა ფაზაში გადაიტანოს ეს ენერგია და მეტი სიცხადე ჩანდეს შემდგომ რა უნდა იყოს. აი ვიდრე ქარტია, ქართული ქარტია ამოქმედდება და მისი ამოქმედება დაიწყება, როგორც კი ცვლილებები მოხდება. აი იქამდე მისასვლელი გეგმაც არის გასაზიარებელი. შეიძლება ყველა არ იზიარებდეს ამ გეგმას, რომელზედაც შეიძლება იყოს მშეულობა და საუბარი, მაგრამ რაღაცა უფრო მეტი კონკრეტული ნაბიჯებია ალბათ გასაზიარებელი. ეხლა განსაკუთრებით, როდესაც აი ესე გაიხლიჩა ოპოზიციური ფლანგი, გაიყო, ფაქტია, რომ არის ეს მოცემულობა და ნაკლები ზიანით უნდა განვითარდეს ახლა პროცესები. დადგა ისე მოცემულობა, რაც დადგა სამწუხაროა. და ეს შესაძლებელია, ქალბატონო ეკა, აი ნახეთ, თქვენ თავად ამბობთ, რომ გაიყო პროცესი, მეტიც გაიხლიჩა, ერთნი ბოიკოტისკენ იყურებიან, მეორენი არჩევნებისკენ, აი როგორ წარმოგიდგენიათ ამ ორი პროცესის, პოლიტიკური პროცესის აბსოლუტურად რადიკალურის ისე განვითარება ერთმანეთისგან, რომ ერთმანეთი არ დააზიანოს ამ ორმა პროცესმა. ეს შესაძლებელია შემდეგნაირად, ქალბატონო ემა. თუ მიიჩნევ, რომ შენი თანამებრძოლი ირჩევს ბრძოლის განსხვავებულ, თუნდაც შენი შეხედულებით მცდარ გზას, როგორც ჩვენ ფიქრობთ, ხო? ადგილობრივ არჩევნებში შესვლა. ამის მიუხედავად ის შენ არ უნდა გაიმეტო, არ უნდა დააზიანო, მასთან ბრძოლა არ უნდა დაიწყო. ანუ იაროს იმან იმ გზით რა გზითაც გადაწყვიტა, რომ იბრძოლოს იმიზის მისაღწევად. მაგრამ თუ სხვა დანარჩენი ნაწილი საზოგადოების, ვინც არის პროტესტისთვის განწყობილი, ფიქრობს, რომ სხვა გზით, სხვა მეთოდით, აი მაგალითად მუდმივი აქციებით, მსვლელობებით, რა ვიცი, კიდევ სხვადასხვა რაღაც იდეების ერთმანეთთან შეთანხმებით, რაღაცა წინასწარი გეგმების გაზიარებით. ბევრი რამე შეიძლება მოიფიქრონ ადამიანებმა. კი ბატონო. ეხლა პრეზიდენტი ხო ცდილობს, რომ რაღაცნაირად შემკვრელი იყოს ამ პროცესის. ფაქტია, რომ ეს პოზიციები გაიყო. გაყოფის მიუხედავად ხო არ უნდა დაიწყოს, ეხლა პრეზიდენტი მით უფრო ვერ გააკეთებს ამას, სალომე ზურაბიშვილი ვერ დაიწყებს რომელიმე ერთი მხარის კრიტიკას და რომელიმე მეორე მხარის
რაღაცა მიმართ ლოიალობის გამოხატულებას. ალბათ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეხლა ეს მოცემულობა მივიღოთ ისე როგორც არის და ამას ვერ შეცვლი, გადაწყვეტილება მიღებული აქვს ორივე პარტიას, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობა რას უჭერს მხარს, აი იქ არის მეტი სასაუბრო თუ მეტი კონკრეტული ნაბიჯების შესათანხმებელი და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ისე რომ ერთმანეთთან უნდა შეწყდეს საქმეების გარჩევა. აი მე საერთოდ გაუგებრად ვიმაჩნია ეს ფრაზები, რაც ისმის ახლა ციხეში მყოფი ადამიანების მიმართ, აი როგორც არ უნდა ბრაზდებოდნენ, მე მგონი ყველამ უნდა შეიკავოს თავი და უნდა ესმოდეთ, რომ არ არის ეს მორალურად სწორი პოზიცია. ეს არის ჩემი აზრი და მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით უნდა მომნახოთ მეტად ეფექტიანი საშუალებები პროტესტის გაგრძელებისთვის. მადლობა. ეკაბესელია მართლმსაჯულების სახლის თანათავმჯდომარე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე ბიზნესმენ გიორგი რამიშვილისთვის გირაოს სახით 50,000 ლარის შეფარდებას ითხოვდა. ის მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გიორგი შარაშიძე გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. უცხოეთში მყოფი თქვენი პარტიის ლიდერი გიორგი გახარიაც გამოეხმაურა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, გულისხმობ ამ შემთხვევაში რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობას, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავების ფაქტს, სადაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება და ასე ვთქვათ, ყველა შეკითხვაზე პასუხები ჯერჯერობით არ მიგვიღია, ისიც არ ვიცი მივიღებთ თუ არა ამ შეკითხვებზე პასუხებს ამ ეტაპზე მაინც ან უახლოეს მომავალში. გახარია ამბობს, რომ უმართავი ქაოსია ქვეყანაში და განუკითხაობა ყველა შეგვეხებაო. საინტერესოა თქვენს პარტიაში თვლით, რომ ეს არის გარჩევები ხალხისთვის მოპარული ფულისთვის? ფულის გამო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მაყურებელს. ნუ რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. არა მხოლოდ დაუშვათ გიორგი რამიშვილის დაკავება და დღევანდელი ეს სრულიად შოკის მომგვრელი ამბავი, რაც დღეს დილით ყველამ გავიგეთ თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით. არამედ ბევრი სხვა რამ, მათ შორის თურმე ახლა ვგებულობთ ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედი ელჩის ინტერვიუდან, თუ როგორი წარმოუდგენელი შინაარსის წერილი გაუგზავნა იმ ბოდიშვიხტი ახლა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია გავრცელდა, ახლა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას გირაო შეეფარდა. ცოტა ხნის წინ იყო ინფორმაცია, რომ ასე ვთქვათ, პატიმრობაში დატოვა. ალბათ გაერკვა მედია საბოლოოდ რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ. ცით როგორც არ უნდა იყოს, აქ ჩემი აზრით თავარი მიზანი მიღწეულია. ხომ ახლა ეს ბევრი სცენარი შეიძლება არსებობდეს, ახლა ჩვენ დეტალებში ვერ შევალთ, არც გვაქვს ინფორმაცია. მაგრამ აი ყველაზე ცუდი რა არის ეს თემა? აი ახლა თქვენ რო წაიკითხოთ, ახლა ჟურნალისტი ხართ და ალბათ ამას აკეთებთ კიდეც. აი რუსულ წყაროებზე რო შეხვიდეთ, ახლა დღეს ჩავატარე პატარა ექსპერიმენტი და სხვათა შორის ეს პოსტიც დავწერე. აი გუშინდელი ნიუსი რუსეთში და გუშინდელი ნიუსი საქართველოში. აი დღევანდელი ნიუსი ახალი ამბავი რუსეთში და დღევანდელი ახალი ამბავი საქართველოში. აი გუშინ მაგალითად რუსეთში იყო დღე, როდესაც რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენი საკუთარ თვითმფრინავში დააკავეს, ხო? გუშინ იყო დღე, როდესაც ქართველი ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენი აეროპორტში დააკავეს საქართველოში, ხო? ანუ დღეს არის დღე, როდესაც ყოფილი ტრანსპორტის მინისტრი მოკლული იპოვეს საკუთარ სახლში, საკუთარ ბინაში და თვითმკვლელობის ვერსია იქაც და ხედავთ, რომ აჭარის მთავრობის ყოველდღიურ მეთაურობას თვითმკვლელობა ყოველ შემთხვევაში ასეთი არის ოფიციალური ასე ვთქვათ ვერსია სადა ხო ანუ მიხალ ცალბარი იქეთკენ რაზეც ოპოზიცია აი განსაკუთრებით აკეთებს აქცენტს რომ ქართული ოცნება რაღაცა რუსული მეთოდით მოქმედებს ნუ ფაქტები მეტყველებს ამაზე ხო ფაქტები მეტყველებს ჩვენ ხო სახელმწიფო ფაქტობრივად აღარ გვაქვს ება ჩვენ რეალურად ეს არის რაღაც უფრო აი მაფიოზური სტილის მართლობა როდესაც აი ახლა მაგალითისთვის ახლა კობახიძეს ეგრეთ წოდებულ პრემიერს რომ მოусმინოთ ხო სულ საუბრობს ახლა თითქოს დაიწყეს ახლა კორუფციასთან ბრძოლა ну ჯერ ახლა რო გაახსენდება კორუფციასთან ბრძოლა 13 წლის მერე ეს კიდე სხვა საკითხია მაგრამ ეს სინამდვილეში კორუფციასთან ბრძოლა არა მესმის ახლა გიორგი გახარიაც საუბრობდა რომ იყო ელიტური კორუფციის ფაქტები მის დროს და რასაც ახერხებდა აჩერებდა მაგრამ იყო რაღაცა პროცესები რაც მის ძალებს ალბათ აღემატებოდა ხო და სწორედ ამიტომ
შეძლო და ამ ყველაფერს გაუმკლავდა გახარიას ამ შემთხვევაში კობახიძის სახით, რატომაც არა? ხო, მაგრამ მე ნახეთ ჩვენ ხო ამასთან არ გვაქვს საქმე. ჩვენ რეალურად უყურებთ რა პროცესს, ხო? ანუ კორუფციასთან რეალური ბრძოლა რას ნიშნავს? ნიშნავს კორუფციითვე მოპარული ფულის გადანაწილებას შიდა პარტიულ, ასე ვთქვათ, გავლენის ჯგუფებში. ეს არის ერთადერთი. კორუფციასთან ბრძოლა მაშინ არის, ხა ჩვენ ვინ და ჩვენც საკმაოდ დიდი ინფორმაცია გვაქვს, ვის რამდენი აქვს მოპარული, მაგრამ მათგან განსხვავებით ჩვენ ამბობთ, რომ სამართლიანი სახელმწიფოს პირობებში, სამართლიანი სასამართლოს პირობებში დაუმტკიცდებათ ამ ხალხს. პირველ რიგში დანაშაული კორუფციაში გამოჩენილი დანაშაული ეს ერთის მხრივ და შემდეგ ამ ფულს რასაც დაუბრუნებენ ხალხს ანუ ვისაც მოპარეს იმას დაუბრუნებენ და ახლა სრულიად საპირისპირო ხდება. ახლა ხდება მოპარული ფულის დაბრუნება, ოღონდ არა ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის და ბიუჯეტისთვის, არამედ მთავარი მაფიოზებისთვის. ანუ ეს არის რადიკალური სხვაობა რეალურად და ამიტომ აი ამ პროცესებს ხო საბოლოო ჯამში არანაირი შემხებლობა და კავშირი აი მოცნების დაპირებულ მშვიდობასთან, კეთილდღეობასთან არ აქვს, იმიტომ რომ მშვიდობაც ხედავთ რომ არ გვაქვს, იმიტომ რომ ერთის მხრივ რაც ხდება მე მგონი საკმარისზე მეტია ამის დასადგენად, აღარ ვლაპარაკობ იმ ამაზრდენ წერილზე, რაც ამერიკის ელჩის სახელით გახდა ცნობილი, ახლა ამერიკის შენ სტრატეგიულ პარტნიორს რო ასეთი შინაარსის წელს უგზავნე, ეს რაც გავიგეთ ახლა, რაც არ ვიცით კიდევ რამდენი ასეთი წერილი შეიძლება იყოს, ხო? ანუ ფაქტობრივად რაღაცა სახელმწიფო კი არა, რაღაც ხანდახან შეიძლება დაბეჭდილი იყოს საგიჟეთში ვცხოვრობთ რა. ანუ ჩვეულებრივად ახლა ვამბობთ ჩვენ ხშირად იცით რომ ეს განაცებულია ეს ხევანდელი ოცნება და უკვე ფაქტობრივად ერთმანეთზე უარესები არიან ესეთ რაღაცას აკეთებენ. ახლა დღეს ერთ რაღაცას ვიტყვი, არ შემეძლია უბრალოდ რო დავაკავშირო ერთმანეთთან, რა თქმა უნდა პირდაპირ ესე ვერავის ხელს ვერ დავადებთ, მაგრამ აი ხა დღეს გამახსენდა პირველ რიგში ეგრევე მყისიერად რო დადეს თვითმკვლელობის ვერსია, ხო? გამახსენდა ეგრევე ზურაჯვანიას შემთხვევა, როდესაც ამ ფაქტიდან ამ უბედური შემთხვევა რო გამოვიდა, ხო გახსოვთ მაშინ ვანო მერაბიშვილი რამდენიმე წუთში თუ არ ვცდები და უბედური შემთხვევათ რომ მონათლა ის ამბავი, ხო, რომელიც ჯერ არც გამოძიებული იყო და არავინ არ იცოდა სინამდვილეში რა მოხდა. დაახლოებით იგივე სიტუაცია ჰქონდა დღეს, როდესაც ამ ამბიდან რამდენიმე წუთში მთელი სახელმწიფო მედია ავრცელებდა ვერსიას, რომ თითქოს ეს იყო თვითმკვლელობა. ამ დროს ახლა ამ სიტუაციაში, რა სიტუაციაც ახლა იქ იყო, ხო? ყველაზე ნაკლებად სავარაუდო, ყველაზე ნაკლებად დამაჯერებელი სწორედ თვითმკვლელობის ვერსიაა. კი ბატონო და ერთი მინდა აუცილებლად ახლა ასე ვთქვათ დაზუსტებული ინფორმაცია ვთქვა უკვე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე ზარალა, სწორედ ამ სახელით არის ხო ის ცნობილი ფართო წრეებში და არა მხოლოდ ბიზნეს წრეებში, მას 70,000 ლარის გირაო შეუფარდა მოსამართლემ და როგორც უკვე გითხარით, პროკურატურა ითხოვდა მის პატიმრობას, სხვათა შორის ძალიან აქტიურად ტრიალებს მედიაში, მათ შორის სოციალურ მედიაში გიორგი რამიშვილის განცხადება სასამართლო დარბაზში ნათქვამი, რომ იარაღი ჩანთაშიდო უბრალოდ ვერ შევამჩნიო. დაცვის მხარე 50,000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არის 70,000 ლარი და გათავისუფლება პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან. გიორგი შარაშიძეს ვუბრუნდები, გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად, სხვა შორის ეს ვერსიაც მოვისმინეთ ჩვენს გადაცემაში, რომ გიორგი რამიშვილის დაკავებაც არის სწორედ აი ამ მიმდინარე პროცესების ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, შემადგენელი ნაწილი, რომ შესაძლებელი ის არ წარმოადგენს ინტერესის სფეროს, მაგრამ მისი საშუალებით შესაძლებელია ქართული ოცნებისთვის ძალიან საინტერესო პირებზე გასვლა. ძალიან მაღალი ალბათობით ეს ასეც იქნება. ეს ასეც იქნება, ხა ჩვენ არ ვიცით რა თქმა უნდა საქმის დეტალები, მაგრამ ამასაც რო თავი დავანებოთ, ეს რა თქმა უნდა შეიძლება იყოს ასევე გზავნილი სხვებისთვის. ახლა თქვენ აი 2 დღის წინ იყო თუ არ ვცდები შეხვედრა ეგრეთ წოდებულ პრემიერთან, ხო, კობახიძესთან და თქვენ იქ თუ ნახავთ, ახლა ფოტოებიც დაიდო მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე. უბრალოდ აი ამ დამსწრე ბიზნესმენების უბრალოდ სახეებს შეხედეთ და ეს სახეები მეტყველებენ ყველაფერს რა. რეალურად ამ ადამიანებს სახეზე აწერიათ თუ რა მდგომარეობაში არის თითოეული მათგანი. ანუ დღეს გვაქვს ვითარება კიდევ ვიმეორებ, როდესაც უკვე არავის აღარ აქვს გარანტია. თავისუფალი სასამართლო არ გვაქვს. დღეს გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში ღებულობს ერთი ადამიანი.
თუ ვინმეს რამე აქვს, რამე დანაშაული აქვს ჩადენილი და ამ ფულის დაბრუნებაზეა საუბარი, კიდევ ვიმეორებ, ეს არ მოხდება სამართლებრივი გზებით და პროცედურებით და ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ კრიმინალური გარჩევების და ეგრეთ წოდებული მაფიოზური, ასე ვთქვათ, ჩარევის შედეგად და ეს ერთგვარი ეს სიტყვაც არის ხო ცნობილი, ეს ოფშიაკი არსებობს ესეთი და ნუ დღეს არის სახელმწიფო ოფშიაკი და ამ ფულის მოპარვაზე ეს მწვანე შუქი ამ ადამიანებს ანთებული ქონდათ. უბრალოდ მე ბოლოს აღმოჩნდა ისე რომ ვიღაცამ უფრო ნაკლები წაიღო პირადი მიზნებისთვის, უფრო მეტი წაიღო და ნაკლები შეიტანა ოფშიაკში და აი ამის განაწილებაზე გვაქვს ახლა საუბარი. ლიდერის გიორგი გახარიას ცნობილი ფრაზა რომ მთელი ეკონომიკა, ანუ მთელი დოვლათი რომელიც ხო მთელი დოვლათი რომელიც ჩვენს ქვეყანაში იქმნება, რაღაცა დაახლოებით 20-30 ოჯახის ასე ვთქვათ, ჯიბეში მიდის ძალიან უხეშად ვიტყვი, ანუ აი ახლა შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძის საშუალებით სწორედ ამ ადამიანების თხოვს, ამ ადამიანებისგან ითხოვს სახლში წაღებულის უკან დაბრუნებას? ძალიან დიდი ალბათობით. ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებისგან და იმ ოჯახებისგან და იმ ჯგუფებისგან, ვისაც როგორც გითხარით, უფრო მეტის წაღება მოუწია საკუთარი პირადი მიზნებისთვის, ვიდრე ოფშიაკში შეტანა. ამიტომ კორუფციაზე ჩვენ რომ საუბრობთ, ახლა ეს კორუფცია არ ნიშნავს იმას, რომ ეს მაღალჩინოსნები, ასე ვთქვათ, იმ ხალხისგან მოპარულ ფულს მხოლოდ სახში მიაქვთ. ანუ ეს ფული ჩვენ ახლა ხშირად საუბრობდით შავ ყულაბაზეც, ხო? ანუ ახლა წინა საპარლამენტო არჩევნების დროსაც ასე იყო. რა თქმა უნდა, ეს შავი ყულაბა არსებობს. რა თქმა უნდა, ივანიშვილი საკუთარ პირად რესურსებს უკვე დიდი ხანია აღარ ხარჯავს, ახლა მით უმეტეს და ეს შავი ყულაბა საიდან ივსება? ახლა ოცნება ერთია მის მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალური, მაგრამ არაოფიციალური არის 10ჯერ და 100ჯერ მეტი. და ეს ფული, რა თქმა უნდა, არის უკორუფციული გზით ნაშოვნი ფული. მაგრამ როგორც ჩანს, აი ეს ოფშიაკი არ არის ისეთი მსხვილი და მსუყე, როგორიც მათ სურთ. ამ ადამიანებმა გაცილებით მეტი წაიღეს, ვიდრე ამის უფლება მათ როგორც ჩანს ჰქონდათ. და ამიტომ ამ ფულის დაბრუნებაზე ახლა საუბარი, ესე მარტივად არის საქმე. აი მიმდინარე პროცესების ფონზე ოპოზიცია მუდმივად აკეთებს განცხადებას, რომ თუ კი თავისივე თანაგუნდელებს არ ინდობენ, რადგან ეს მათ ინტერესში შედის, აი მოგვადგებიან ჩვენც, ანუ ოპოზიციასაც, ხო? ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება, ოღონდ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ეს თვალსაჩინო მაგალითია და სახეზია. თუ ოპოზიცია უფრო მეტ საფრთხეს გრძნობს ქართული ოცნებისგან, ასეთ ვითარებაში ურთიერთ თავდასხმა მეტიც დაანონსებულია კიდევ უფრო მეტად მხილება ბოიკოტის მომხრეების მხრიდან იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ არჩევნებში მონაწილეობა. ანუ ეს რამდენად სწორი ნაბიჯია და არის თუ არა ურთიერთ დამაზიანებელი? ნუ რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა თქვენ იცით ჩვენი გუნდის პოზიცია, კარგად იცნობთ, ხო, ყველა პარტიის ასე ვთქვათ პოზიციონირებას და ალბათ ძალიან იშვიათად გაიხსენებთ შემთხვევას, როდესაც ჩვენ ვინმეს თავზე დავსხევათ, ასე ვთქვათ, ან შეურაცხყოფა მიგვიყენებია და ასე შემდეგ, ხო? ანუ და ამ დროს დღეს ვხედავთ ვითარებას, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად იცის, რომ ახლა იგივე ნაციონალური მოძრაობის აზრი მაგალითად, ხო, ახლა მათი ეს ცნობილი ბულინგი ну არ გვაინტერესებს რა, ну ახლა ეს არასდროს არ ყოფილა ჩვენთვის საინტერესო, არც ახლა არის საინტერესო. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი გზა გვაქვს, ამას პირველივე დღიდან ვამბობთ. თქვენ შეიძლება არ არის საინტერესო, მაგრამ ხომ არსებობს ასეთი ცნება, ხო? პროევროპული ოპოზიციის ამომრჩეველი. ხო და ნუ ახლა ვინ თქვა მე რომ პროევროპული შეიძლება აი პროევროპული ამომრჩევლისთვის არ იყოს მაგალითად საინტერესო და მით უფრო ანგარიშ გასაწევი, აი რა სიტყვის ნაციონალურ მოძრაობა თქვენზე, რა სიტყვის კოალიცია ცვლილებებისთვის თქვენზე, რა სიტყვიან სხვა ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც რჩებიან ბოიკოტის ერთ გუნდს. ყველა ხო საკუთარი პასუხისმგებლობით აგებს პასუხს საკუთარი ამომრჩევლისო წინაშე. ეს ხომ ასეა. და ნუ რეალურად ჩვენი პასუხისმგებლობა ასეთია, რომ მივდივართ არჩევნების გზით, მშვიდობიანი გზით ვაპირებთ ამ ხელისუფლების ცვლილებას. მათგან ბოიკოტის მომხრეებისგან ჩვენ გეგმა ჯერჯერობით არ მოგვისმენია, როგორ აპირებენ ისინი ბოიკოტის შემთხვევაში ხელისუფლების ცვლილებას. ხო და ეხლა ამ პირობებში ჩვენზე ის ენერგია, რა ვიცი, რასაც ხარჯავენ ჩვენს წინააღმდეგ, ეხლა მოდი და ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ მიმართოთ. ხო, ეხლა ეს ხო ელემენტარულია რა. მაგრამ ჩვენ დღეს რა ვითარება გვაქვს, იცით, ეხლა არ შემეძლია, არ შევეხო კიდევ, ეხლა დღეს გამოდიოდა, რადგან თქვენს ახსენეთ ეს ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერი პარტიები და ეხლა პაპუაშვილის თავი რომ პარლამენტის თავმჯდომარე გონია. ეხლა დღეს გამოდის და იძახის ანა წითლიძის. ანუ ამ ცნობილი ნაცის ფრაზა, რომ თითქოს მამუკა ხაზარაძე დადიოდაო, ჩემოდნითო და ფულს გვთავაზობდაო, რომ არ გვეგინებინაო.
აი ეს ფრაზა მოყავს როგორც ფაქტი. წარმოიდგინეთ, ანუ პაპუაშვილი, ანუ არც განიხილავს, არც ინტერესდება იმით ტყუილია მართალია, პირდაპირ როგორც ფაქტი ისე საუბრობს, ანა წითლიძის ამ განცხადებაზე, რომელიც რა თქმა უნდა შესასწავლია და გამოსაკვლევია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს და ამ დროს გახარია, რომელიც კომისიაზე ერთვება პირველ რაუნდში, მეორე რაუნდში და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებზე საუბრობს, აქ მთელი მისი კომისია დგას და ღლისცინებს და მატყუარას გახარიას ეძახიან. და ანა წითლიძის ეს რაღაც არასერიოზული განცხადება თითქოს უკვე ის არის დამტკიცებული ფაქტია და ნუ ეხლა ეს არის დღევანდელი ვითარება და ჩვენ აქ მონაწილეობის მიღებას ხა ნამდვილად არ ვაპირებთ რა რაც უნდა ის თქვა წითლიძემ რაც უნდა მე ის თქვა პაპუაშვილმა ჩვენი გზით მივდივართ ეხლა ჩვენს ამომრჩეველს ველაპარაკებთ ეხლა დღეს კვლევების გამოქვეყნდა სანამ თქვენთან შემოვიდოდი ეთანხმებით და იზიარებთ არა თუ ეთანხმებით და ვიზიარებთ არა ნუ ეხლა კვლევებს რაც შეეხება არა ჯამში ოპოზიციაზეა კვლევებს რაც შეეხება მინდა გითხრათ რომ ანუ მხოლოდ თქვენ და ძლიერი საქართველოს ჯერ ესეც არ ვიცით განიხილავთ პოლიტიკურ კოალიციას წინასაარჩევნოდ აპირებთ ამაზე საუბარი ემან ახეთ მე სხვა რამის თქმა მინდოდა პირიქით კვლევა ყველა საინტერესოა თქვა ამის თქმა მინდოდა მაგრამ ხა დღეს ერთი კვლევა ხვალ მეორე კვლევა ახლა სხვადასხვა მონაცემები გავრცელდება ხო მთავარი კვლევა ჩვენთვის არის ჩვენი კომუნიკაცია ჩვენს ამომრჩეველთან ხა ჩვენ როცა ვამბობთ რომ ვართ თანმიმდევრულები ხა გასაგებია ეს ჩვენი კრედოა და ჩვენი არჩევანია მაგრამ პირველ რიგში იმიტომ ვართ თანმიმდევრულები რომ ჩვენ ამომრჩეველთან ერთად და მათთან შეთანხმებული გადაწყვეტილებების გამო ვართ თანმიმდევრულები და ჩვენი ამომრჩეველი არ გვაპატიებს ახლა მათ მარტო დატოვებას ოცნების ამოძალადე რეჟიმის პირისპირ და ამ ნაცკოცური რაღაცა კინკლაობის პირისპირ, ხო? ანუ ჩვენ რა თქმა უნდა მათთან ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. ჩვენ 170,000-მდე ადამიანმა მოგცა ხმა იმ გაყალბებული არჩევნების პირობებშიც და ამ ადამიანების უმრავლესობა და მინდა გითხრათ რომ კიდევ სხვა ჯგუფები, სხვა პარტიების მათ შორის ხარდამჭერებიც დიდი ნაწილი ამ კვლევებსაც თუ ნახავთ, ემხრობა დღეს არჩევნებში მონაწილეობას და ეხლა რა ვქნათ ეს ადამიანები მარტო დავტოვოთ ოცნების პირისპირ დაუცველები და აი ამ მდგომარეობაში რაც დღეს ხდება ამ ქვეყანაში, სადაც არც მშვიდობაზეა ლაპარაკი და არც კეთილდღეობაზე და ერთადერთი თუ ვინმეს კეთილდღეობაზეა საუბარი, ისევ მათი და მათთან დაახლოვებული ოჯახების, ხო? ასე რომ მოდით რა, ვისაც მე ერთადერთი შემიძლია უბრალოდ ურჩილო ამ ხალხს რომ დაანებონ თავი ჩვენს ასე ვთქვათ წინააღმდეგ დანაშაულზე მეტიაო აგერვა ნიკა გვარამი აგზავნის წერილსიდან ეს არის ეს შეცდომაო და ძალიან გვარამიას შეუთვალოთ აქედან მალე გამოვა ის თავისუფლებაზე და თავი შეიკავოს ასეთი განცხადებებისგან. არავის არ აქვს უფლება დღეს ვინმეს რომ შითვეშო გამოვა და ნუ გამოვა და ამიტომ ვამბობ რომ ანუ თავი შეიკავოს. არავის არ აქვს ამის უფლება რომ დღეს ახლა ვინმეს მით უმეტეს ამ ოპოზიციონერებს ხო ახლა და ყველა ჩვენი პასუხისმგებლობით ვაგებთ პასუხს ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. როდესაც ანუ ასეთი არა ნუ როცა იქნება კი ბატონო უფრო მე ვისურვებდი რომ უფრო მალის გამოვიდეს კაცო ახლა მაგაზე მე არავინ არ მემეტება ნამდვილად სიღას აბსოლუტურად არც ერთი ოპოზიციონერი თუმცა რამე დანაშაული არ აქვს ახლა რა თქმა უნდა ყველა გარეთ იყოს მაგრამ ეს ახლა საპატიმროში ყოფნა ხო ეს მათი გააზრებული არჩევანი იყო და იმედია მანამდე გიორგი გახარია ჩამოვა საქართველოში გიორგი გახარია რა თქმა უნდა ჩამოვა როცა ამის დრო იქნება მე თავიდანვე ვამბობდი რომ ეს მათი გადაწყვეტილება იყო არ ვიცი ზუსტად ეხა ეს ვიცი თქო ეს ვიზიტი გრძელდება ის ამზადებს საკმაოდ სერიოზულად ყოველ შემთხვევაში იქნება აი ახლა შეგიძლია გადაჭრით მითხრათ რომ წინა საარჩევნო პერიოდში როცა არის სექტემბერში გიორგი გახარია აქ იქნება და დაეხმარება გიორგი გახარია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენს ამორჩეულთან შეთანხმებით და გადადგამს ზუსტად ისეთ ნაბიჯს რაც იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის იმ მომენტში ყველაზე სწორი ნაბიჯი ხო იმიტომ რომ ეხლა დღეს კიდევ ვიმეორებ აი დღევანდელი დღე გუშინდელი დღე რაც ხდება ამ ქვეყანაში კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს სახელმწიფო არის მიტაცებული ოცნების არალეგიტიმური რეჟიმის მხრიდან სახელმწიფოს მართავენ მაფიოზები კრიმინალები და ეხლა რეალურად რომ ვიღაცას უნდა იყოს გამბედაობა რომ საკუთარ თავზე ეს პასუხისმგებლობა აიღოს და შესთავაზოს მართლაც რომ სახელმწიფოებრივი მშვიდობიანი გონივრული ალტერნატივა ოცნების ამორჩეველს რომელიც უკვე ყოველდღიურად ხდება რომ რა თქმა უნდა მათ შეცდომა დაუშვეს როდესაც ოცნებას მისცეს ხმა ეს ძალიან მნიშვნელოვანია ემა და ჩვენ ამიტომაც ხა გასაგებია ყველა კვლევაში ეს გაყოფილია თითქოს ეს მხარდამჭერები მაგრამ იგივე ოცნების მხარდამჭერთა 70% რომ არის მომხრე არჩევნებში მონაწილეობის თქვენ რა გონიათ რომ ჩვენ მათთან საუბარს არ ვაპირებთ რა თქმა უნდა ვაპირებთ რა თქმა უნდა ყველას დარწმუნებას ვაპირებთ რომ ოცნება არის მოვალატე რეჟიმი და გასაგებია რომ ერთხელ შეცდნენ და მათ ტყუილებსში გაებნენ აი ამ მახეში რაც მათ დაუგო ოცნება სამწუხაროდ მაგრამ მეორედ ეს შეცდომა აღარ უნდა დაუშვა და ამაშია სწორედ ჩვენი როლი ხო და ეხლა ვინც საკუთარ როლს სხვაგან ხედავს ქუჩაში ხედავს ნუ კი ბატონო მათი არჩევანია და ნუ დაუპირისპირდებით ერთმანეთს ჩვენ არავის თავს არ ვესხმით და ეხლა ნურცისენი დაусმევიან თავს
მადლობა გიორგი შარაშიძეს, გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენთან ერთად. კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი ლევან გორგილაძე უნდა შემოგვიერთდეს აჭარიდან. მოგესალმებით ბატონ ლევან, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში გვითხრით, აი რას ამბობენ აჭარაში, რა ინფორმაცია ვრცელდება, რა ვერსიები ვრცელდება თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით. ხო, პირველ რიგში აუცილებლად უნდა დავიწყო იმით, რომ მეორე ხარისხოვანია თუ რა დამოკიდებულება გქონდა წარსულში ერთმანეთთან მე მას რა თქმა უნდა უსურვებ რომ მალე გამოჯანმრთელდეს და რაღაცა მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არ დაემუქროს საქმე, რა თქმა უნდა, როცა სიცოცხლე საფრთხე, რა თქმა უნდა, როცა სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზეა მიდგება საკითხი, არ აქვს მნიშვნელობა ვისევ საუბრობთ. რა საუბრობენ აჭარაში, ჯერ ნახეთ აჭარაში და საქართველოს მასშტაბით ზოგადად სტრუქტურულად იქამდე მივიდა რეჟიმი, რომ რაღაცა გამოძიებას სანდოობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები დაესმის, ხო? და ეხლა თვითმკვლელობა ასე გადაჭრით რომ თქვათ, რომ ეს იყო თვითმკვლელობის მცდელობა, ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ არ ვინდობით ამ გამოძიებას. თუმცა ნახეთ ქართულმა ოცნებამ რახან გადაწყვიტა რომ შეფუთოს ეს საქმე როგორც თვითმკვლელობა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ რომელი არის უკეთესი ამ შემთხვევაში რეჟიმისთვის, რომელი უფრო ათეთრებს და არა აშაობს, ხო, რა ვიცი, თვითმკვლელობის მცდელობა თუ იქ რაღაცა გარჩევა იყო და სიტყვაზე ვიღაცამ აიღო იარაღი და ესროლა თორნიკე რიჟვაძეს. მე ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტში ორივე ურთულესი ამბავია, ორივე რეჟიმს ჩირგს მოსწყობს, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც მომენტში მეორე ვარიანტი უფრო მარტივად გადასატანია მით უმეტეს ავტორიტარული რეჟიმისთვის და როცა თვითმკვლელობამდე მიდის ადამიანი და მიდის რაღაცა რეჟიმის მუხარის გამო და როცა ის ჯერ გადააყენეს, ну, რა თქმა უნდა, დააწერინეს, რომ გადავდექიო და დავტოვეო თანამდებობა, მაგრამ აჭარაში რო გაიაროთ, ეხლა ბათუმში ვარ, ქუჩაში რო გაიაროთ, ერთ ადამიანს ვერ ნახავთ, ვისაც ამას დააჭერთ. იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ შეგვაჩვია, რომ რაღაცა ერთი კაცი იღებს გადაწყვეტილებას, როცა მოესურვა თორნიკე რიჟვაძე არავინ არ იყო, არანაირი პოლიტიკური რაღაცა ისტორია მას არ გააჩნდა, ბიზინა ივანიშვილმა როგორც დასვა, შემდეგ გადაწყვიტა და რაღაცა გაუშვა. ამიტომ, რა თქმა უნდა, არც თვითმკვლელობის მცდელობა ქართულ ოცნებას, არც კი არა არანაირად. ხაჭერს განხილვის საგანია ასევე წერილი, რომელიც ჯერ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს რეალურად ეკუთვნის თუ არა თორნიკე რიჟვაძეს, თუმცა თუ ამ ვერსიას მივიღებთ როგორც რეალობას, ამ წერილში თორნიკე რიჟვაძე წერს, რომ მას აბრალებენ ბარიგობას და კორუფციას. აი თქვენ რისი თქმა შეგიძლიათ აი ამ ბრალდებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ არის უდანაშაულო და საკუთარი, ასე ვთქვათ, სიცოცხლით გამოისყიდის ამას. ხო, როცა ვსაუბრობთ, რომ რაღაცა გამოძიებას არ ვენდობით, ექსპერტიზასთანაც გვიჩნდება კითხვის ნიშნები და ზოგადად აქედან რომ დავიწყოთ წერილის ავთენტურობაზე რაღაცა დისკუსია უნდა გაიმართოს და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ვინც ამ თემაზე მე გამომეხმაურა, ამისი დამაჯერებლობაც ძალიან ნაკლები იყო ამ საკითხთან მიმართებით, მაგრამ ეგრეც რო იყოს, რაც შეეხება რაღაცა ბარიგობას თუ კორუფციაში გახვევას, ხო, მიუხედავად იმისა, რომ მირთულდება ეხა საუბარი ადამიანზე, წარსულში მის ნამოქმედარ ამბებზე, რომელიც სიცოცხლეს ებრძვის, ხო, ну, მე რაც პოლიტიკაში ვარ, თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეა და კორუფციულ გარიგებებზე ხშირად, რა ვიცი, ბრიფინგიც გამემართავს, მომითხოვია დებატები, თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენლებთან დებატები ვიცით, რომ არ ხერხდება ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით. ძალიან დიდი ფული ტრიალებს ვიცით აჭარაში, ხო? ავტონომიური რესპუბლიკა, ბათუმი ტურისტული ქალაქია, საპორტო ქალაქია, აჭარა არის ტურისტული რეგიონი, მოსავლიანი რეგიონია და ვიცით რომ დიდი ფული ტრიალებს და თორნიკე რიჟვაძე რაღაცა ბიზნეს მართლა, ბიზნესი ყავდა რაღაცა საკუთარ მარწუხებში მოქცეული ამ ბიზნესმენებს ირგვლივ მყოფ ბიზნესმენებს რაღაცა დიდი ფული აშოვნინა თვითონ შემდეგ ეს ბიზნესმენები ქართული ოცნების შემომწირველად გვევლინებოდნენ და ვიცით რომ ამ შემოწირულობებით აჭარაში განსაკუთრებით ქართული ოცნება ამის მეშვეობით აყალბებდა არჩევნებს ვიცით რომ რაღაცა საკრებულოებში თორნიკე რიჟვაძეს დიდი გავლენა ჰქონდა თავისთავად და საკრებულოები მაგალითად ბათუმის საკრებულო დიდ უკანონობას უჭერდა ყოველთვის მხარს კაორი კოეფიციენტების გაზრდას უკანონო მშენებლობების დაკანონებას და
და ასე შემდეგ და მე ვფიქრობ თორნიკე რიჟვაძის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მოშორებაც ამას ეკვემდებარება რომ სადამდეც მწვანე ქონდა კორუფციაში და ნეპოტიზმში ბიძინა ივანიშვილისგან თორნიკე რიჟვაძეს იმის იქეთ წავიდა რაღაცა მადაჭამაში მოდის პრინციპით ვიძახი ამას და საბოლოო ჯამში ეს აღარ აპატია რაც ეხება ბარიგობას ეხა პირდაპირ თორნიკე რიჟვაძე ბარიგაა თქო ვერ ვიტყვი მაგრამ ის რომ რაღაცა ნარკოტიკების შემოტანა ამ რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით გაადვით და განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ცალსახაა და ყველა ხედავთ ხო და როგორ მოხდებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ჩარევის გარეშე ეს მე რთულად წარმომიდგენია აქ თორნიკე რიჟვაძის მამაზეც იყო საუბარი თუმცა ეხა დადასტურებით რისი თქმაც არ შემიძლია პოლიტიკაშიც და ადამიანურადაც ჩემი აზრით არაა სწორი თუმცა ვარაუდი რომ რაღაცა ამ ყველაფერს ხელშეწყობა ჰქონდა ამ მაღალჩინოსნების მხრიდან რა თქმა უნდა შესაძლებელია ბატონო ლევან, გაქვთ თუ არა მოლოდინი რომ შესაძლებელია ასე ვთქვათ სხვა ფიგურანტები ამ პროცესს კონდეს გარკვეული გაგრძელება და არაერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, აი რა დონეზე შეიძლება დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი? ვიცით რომ თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ თუ არ ვწდები აჭარის მთავრობა სრულად გადადგა, ანუ ამ დონეზე უნდა ველოდოთ პასუხისმგებლობის საკითხი დაყენებას თუ შესაძლებელია თორნიკე რიჟვაძეზე თავის დროზე უფრო ზემდგომი პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში. გავიგე გიპასუხებთ სანამ კითხვაზე უშუალოდ გიპასუხებდეთ უბრალოდ დღეს რა თქვენი კოლეგა ტელეეთერის ტელეკომპანიის ეთერში ვიხილე სამარცხვინო მართლაც ის ადამიანები ვინც თორნიკე რიჟვაძის გუნდში მოიაზრებოდნენ და რა ვიცი ფეხზე უდგებოდნენ, ტაშს უკრავდნენ, საქვეყნო ლიდერს ეძახდნენ. მას დღეს რაღაცა ჩაწერეს ჟურნალისტებმა ეს ადამიანები რაღაცა ჯერ იმალებოდნენ და შემთხვევით გადაეყარნენ და თქვენ რომ ყოფილი უმაღლესი საბჭოს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრზე მოგსაუბარი, რომელიც დღეს კულტურის მინისტრის მოადგილეა, საერთოდ მე მაგისი გუნდის წევრი საერთოდ არ ყოფილვარო, თუმცა ისტორია კარგად ინახავს და კადრები კარგად ინახავს. ხო, რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას, ხო, საინტერესო კითხვაა, ჩვენ ვიცით რომ რაღაცა კლანების დაპირისპირება ბოლო თვეების განმავლობაში, რაც რაღაცა ყობახიძემ ღარიბაშვილის ხალხის გაწევა დაიწყო, განსაკუთრებით გაიზარდა ქართულ ოცნებაში, აჭარაშიც მათ შორის რიჟვაძის წასვლას მოყვა მერე ბათუმის მერის წასვლა, მოყვა ქობულეთის მერის წასვლა, იგივე შინაარსის პოსტებით, რაც თორნიკე რიჟვაძემ დაწერა, შემდეგ ნახეთ რომ რაღაცა აჭარის მთავრობაში მინისტრები გადადგნენ, სხვები დაინიშნეს და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ ვისი გაწევაც ეხა მოჩვენებითად თუ ირაკლი ყობახიძე გვეთამაშება იმას რომ რაღაცა კორუფციასთან ბრძოლა დავიწყე, კორუფციასთან ბრძოლა დაიწყო არა იმიტომ რომ რაღაცა ის მოპარული ფული ბიუჯეტში დააბრუნოს, არამედ ვისაც მართლა რაღაცა მსუყედა აქვს ჩვენი ჯიბიდან ფული ამოღებული თითოეული მოქალაქის იმ ადამიანებს ართმევს ბიძინა ივანიშვილი ყობახიძის ხელით და საკუთარ ჯიბეში იდებს, ამაში ხო ყველა დარწმუნებული ვართ და კორუფციასთან ბრძოლა ეს არა რეალურად. თან კორუფციასთან ბრძოლას როცა აცხადებ რიჟვაძეს რო გაუშვებ და თამაზაშვილით რო ჩაანაცვლებ, მინიმუმ თამაზაშვილი არ უნდა იყოს რაღაცა კორუფციაში გარეული და გუშინ თუ გუშინ წინ ჩაწერე ერთ-ერთ თქვენს კოლეგა ჟურნალისტს ასევე თამაზაშვილი როგორ კორუფციულ თემებშია გარეული და მიწების მითვისება და რაღაცა უკანონო მშენებლობები და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი, ვისაც შეძლებენ თვალს აუხვევენ, რა თქმა უნდა, თუმცა იმდენად გაზრდილია საზოგადოება, იმდენად გაზრდილია ამორჩეველი მით უმეტეს იმ ფონზე, რაც გაყალბებული არჩევნების შემდეგ გამოვიარეთ 200-ზე მეტი დღეა ქუჩაში ვდგავართ, ადამიანებმა დარბევას რაც არ გაუწევს, ხო? მართლა ყველაფერზე პასუხის მოთხოვნისთვის არის ჩემი აზრით საზოგადოება მზად და მსგავსი ქმედებებით ვეღარ გააბიტურებენ ადამიანებს. მადლობა ლევან გორგილაძეს კოალიციას ცვლილებებისთვის წევრი გვერდთობოდა აჭარიდან სულ ეს იყო ამ დროისთვის გადაცემა 360 გრადუსი ეთერში დაბრუნდება 4 შაბათს მე ხვალამდე გემშვიდობებით ერთმანეთს პალიტრო ნიუსის ეთერში შევხვდებით ზუსტად 13 საათს